მოგესალმებით მეგობრებო ყველას. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? იცი რა კითხვა მაქვს, სანამ დავიწყებდე თემაზე, სანამ გადავიდოდე. კითხვა მაქვს ასეთი, რომ როდესაც ლაივს ვიწყებ, როგორ მოვნიშნო ყველა? სათითაოდ ყველას ხوار მოგნიშნავთ და რომ არ გამოგრჩეთ ლაივები, ხო? მინდა რომ ყველა დავპატიჟო ხოლმე და ხომ არ გაქვთ ესეთი რჩევა, როგორ მოვნიშნო ყველა? რამე ტრიქს ხო არ იცნობთ? თუ იცნობთ მითხარით, იმიტომ რომ კარგი იქნება რომ ყველა ჩემი მეგობარი დავპატიჟო, როცა ლაივში ვარ, იმიტომ ზოგი ვერ ხედავს, ზოგი ხედავს. აი ახლა მაგალითად მინდა ერთი ქალბატონი დავპატიჟო და გავაზიარო მინდა კიდეც, გავაზიარო. აი ყველას რო გაუზიარო, აქ შემიძლია მოვნიშნო ყველა, ხო? ყველა. და დავპატიჟო, მაგრამ არ შვება. არ შვება. უკაცრავად. ეხლა რაზე მინდა ვისაუბრო დღეს? ქალბატონი დავპატიჟებ ძალიან საფემით. ძალიან საინტერესო თემით და ვისაუბრებთ ზუსტად იმაზე, რაც უკვე გითხარით. ლალი ხო რამდენიმე ავირჩიე, მაგრამ ყველა რო ავირჩიო ეს არის თითქოს დიდი დრო სჭირდება ძალიან და გუშინ უკვე ვახსენე რომ ქალბატონ თამარს ვესაუბრე და ქალბატონი თამარი არის საინტერესო პიროვნება პირველ რიგში, ღვთისშვილი და ეხლა დაგვემატება თამარი და ვისაუბრებთ ჩვენ თემაზე გული, კომპასი, ენერგია თუ რა საკითხია, აი ეს გულის საკითხი, რაც ეხება გულს. მე ადრე ნახსენები მაქვს თქვენთან, რომ გულში არის ნეირონები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ტვინს, ხო? და ქალბატონი თამარი ამას კიდევ ერთხელ განგვიმტკიცებს ამ თეორიას და მას კიდევ საინტერესო მოსაზრება აქვს, რაც მინდა რომ ყველამ გაიგოს ჩემო მეგობრებმა და ეხლა ველოდები თამარს. თამარს ველოდები, აბა დავპატიჟოთ. ინცუფეგუ. ამატებს და თან ვერ ამატებს. აი, დაამატა ქალბატონი თამარი. ქალბატონი თამარი, მე უკვე შენობით ველაპარაკები თამარს. გამარჯობა თამარ, როგორ ხარ? კარგად გემხარეთ. მადლობა, კარგად და ძალიან გამეხარა, რომ დღეს მოიცალე და ჩაგვერთა ლაივში. თამარ, შენ დღეს გამომიგზავნა ისეთი საინტერესო ახსნა აი ამ გულთან დაკავშირებით, რა დაკვირვება გააკეთე, ხო? და მინდა რომ ყველამ გაიგოს ეს და აი ვისაუბროთ და ვიმშველოთ ერთად. კითხვები თუ გაუჩნდა მაყურებელს დაგვისვას კითხვები და მოდი შენ გადმოგცემ ახლა კითხვას, არადგინე თუ გინდა თავი, თუ გინდა მოწარკეში, მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა რა, აქ ყველა ვართ მაძიებელი იმ ჭეშმარიტების, რომელსაც ასე ვთქვათ, სახში უნდა დაგვაბრუნოს. ის რაც არ ყოფნის, საიდკენ მივისწრაფით. აი ეს არის რაც გვაერთიანებს. მეორე მომენტი, რომელსაც აი მე გეტყვი პირადად როგორც მე მაძიებელი. ის რასაც ვეძებ ბავშვობიდან ძალიან ეკლიანი გზა მაქვს გამოვლილი, ძალიან ბევრი ცოდნა მაქვს დაგროვებული და ნუ მოკლედ როგორც ყველას. ყველაფერი, რასაც მე ვამბობ, არის საკუთარი აი რაღაცა რომ მომეწონება, ისი არ ვიტყვი თუ არ არის ეს ჩემ გამოცდილებად თუ არ ჩამოყალიბდა. სხვანაირად არ ვიტყვი. აი შეიძლება ვთქვა რაღაცა ვიღაცის გამონათქვამი ეს ლამაზია, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია რაღაცა, რაც ხდება ჩემი გამოცდილება, რომელიც შემიძლია 100%-იანად გაუზიარო ვიღაცას. იმიტომ რომ ვიცი როგორ მუშაობს, ან არ მუშაობს. დიახ. რაც შეეხება ეხლა გულს.
ძალიან ბევრი, აი დავიწყებ ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა. რატომ არ გვესმის ერთმანეთის? აი რატო არ გვესმის? იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს. ყველაზე მთავარი არის ესეთი რაღაცა. არ ვიცნობთ და ეგო არის პირველი. აი ვთქვათ, აი იგივე მე თამარი, რომელიც ვთქვათ 10 წლის წინ, 6 წლის წინ რომ მოგესმინა, აი ვიღაცას უსმენდი, ცოდნა მქონდა დაგროვებული, აი კიდე ვიტყვი, რითი განსხვავდება სიბრძნე და გონიერება, იქაც დიდი სხვაობა. როცა ადამიანი არის წიგნიერი, ნაკითხი, ის იღებს ამ ინფორმაციას, ამუშავებს და იგებს, რაც მთავარია იგებს. სიბრძნე არის უფრო სიღრმისეული რაღაცა. ის არ გაძლევს, აი რას არის იცი მოკლებული და რა არის საინტერესო. ემოციას მოკლებულია სიბრძნე. მას არ აქვს აი ეს შეტევითი რეაქცია რაღაცაზე. როცა შენ გონიერი ხარ, წიგნიერი ხარ, რაღაცა რატო არ ხდება და იქ ეგოა. მე, აი ეს მე დგას პირველ ადგილზე. და როცა მე ვუსმენ, ვთქვათ, მოწინააღმდეგეს, იმიტომ კი არ უსმენ, რომ მოусმინო. არამედ მე პასუხს ვამზადებ, რომ პასუხი გაქვს. აი რა არის ძირითადად მე კამათშიც არ შევალ, იმიტომ რომ 99%-ში ეს ასია. ადამიანი გისმენს იმიტომ, რომ პასუხი გაქცეს. ანუ საკუთარი აზრი გამოთქვას. ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ მოსმენა არის სულ სხვა რაღაცა. აი გულით მოსმენა არის საერთოდ სულ სხვა კატეგორია. ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენ ვინ ვართ. პირველ რიგში, როცა ვიბადებით ამ სხეულს არ მოყვა არა, დაგვიმალეს ინსტრუქცია. ჩვენ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ აი ეს სასწაულმოქმედი ინსტრუმენტი. და ესეთი ერთ-ერთი ორგანო არის გული. გული ყველა მიცით, ახლა არ დავიწყებ, ანატომია არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. ჩვენ ამ შემთხვევაში და როის არიქა რაღაცა ნასოსია და ტუმბავს არა, არც ამ კუთხით დავიწყებ ამაზე საუბარს, იმიტომ რომ მეტნაკლებად ეს ყველა მიცის. გული არის ავტონომიური ორგანო. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ასე ყველა იცნობს რა არის ჩაკრა. ჩაკრები ძალიან ბევრია, მაგრამ ვთქვათ 7 ძირითადი ჩაკრა, რომელსაც 100% ყველა იცნობს რა. და აი ეს ჩაკრა, გულის ჩაკრა, სადაც მოთავსებული არის ეს ავტონომიური ორგანო და ორგანო არ არის მარტო კუნთი. ამას გააჩნია 40,000-მდე დამოუკიდებელი ნეირონი, რომლისგანაც შედგება ტვინი. გულს გააჩნია თავისი ავტონომიური. და აი აქვე მოვიყვან, აი ჩვენ ვისაუბრეთ მაგაზე თამარ, სოლომონმა რაც მოითხოვა გონიერი გული. ეხლა ისევ დაუბრუნდები სმენას, რატომ არ გვესმის ერთმანეთის? იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გული არის გააქტიურებული, სინამდვილეში დეაქტივაციის ფაზაში არის გული. მაგრამ მაინც ჩვენი სულის სიმები ფაქიზია და ამიტომ არის უცებ ვიღაცა მოусმენს თამარს და არაერთი არის ესეთი აი ცოდნის მფლობელი, თუნდაც Facebook სივრცეში. ჩვენ რაღაცა გვაჩერებს, მაგრამ ისევ აი ეს ეგო არ გვაძლევს იმის საშუალებას და ვინაიდან გული არის დეაქტივირებული და გეტყვით რატო. ეს არის საკმაოდ მძლავრი ელექტრომაგნიტური ველის მქონე ორგანო, რომელიც აქ იმპულსი რო არის, ჯერ ერთი და შენს ირგვლივ 360 გრადუსზე მუშაობს, წარმოიდგინეთ. და პლუს ამას 3 მეტრზე გადის შენი ეს იმპულსი. თქვენ წარმოგიდგენიათ ერთი ადამიანის
ელექტრომაგნიტური ველი რა დონემდე მუშაობს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ამას აქტივაცია რო კონდეს. აქ იცით რა, შეიძლება ამ ლაივში ყველაფერი ვერ მოვზომოთ, მაგრამ აი მინდა შევეხო ესეთ რაღაცას. ემოცია და გრძნობა შორისაც არის ძალიან დიდი სხვაობა. ემოცია არის, ასე ვთქვათ, უმართავი რეაქცია. ეს როცა შენ ჯერ კიდე ვერ ფლობ საკუთარ თავს. და ძალიან პრიმიტიულად ვიტყვი. სხვათა შორის რომ დავაკვირდეთ საკუთარ ემოციებს, ჩვენ ზუსტად მივხვდებით, სად ზის ეშმაკი. ნუ ის პატარა ჭინკები სად გვიზიან. ეს არის ჩვენი რეაქცია რაღაცაზე. აი შენ ბევრჯერ გითქვამს თამარ ესეთი რაღაცა, ჩვენ ვღიზიანდებით ისეთ რაღაცაზე, როცა ვიღაცა ოპონენტს ვესაუბრებით, რაც ჩვენ თვითონაც გაგვაჩნია. ჩვენ არასოდეს არ ვამხვილებთ ყურადღებას აი ვიღაცის გამოხტომას, თუ ის არ არის ჩემში, მე მაგაზე ყურადღებას არ ვამახვილებ. რაც არ უნდა უზრდელი თავხედი იყოს, თუ ის ჩემში არ არის, მე გავივლი. თქვა იყოს რა, მაგისია. მე არ ვიღებ, სხვათა შორის ბუდისტებს აქვს ეს ბუდას სწავლებაშიც არის ეგ. როგორ არის, მე არ ვიღებ იმას, რაც ჩემი არ არის. კი. გრძნობა არის სულ სხვა რაღაცა. აი დღეს მინდა შევეხო, რომ გულს შეუძლია ფიქრი და გრძნობა. აი ეს ორი რაღაცა არის საბარჯიშო. შევეხები ძალიან ბევრი ჰორმონი აქვს ადამიანს, მაგრამ ძირითადად შევეხები ბედნიერების ჰორმონს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დამოკიდებული და სტრესის ჰორმონი. აი ასე არის ეგ. მოკლედ დაუბრუნდები იმას. გავიგეთ, რომ ელექტრომაგნიტური ველია და ისეთი სიმძლავრის არის, რომ ჩემგან 3 მეტრით კი გადის. იმიტომ არის ჩვენ ერთმანეთთან ზოგჯერ რო გავდივართ, აი ქუჩაშიც რო ვსეირნავთ, სულ არ ვიცნობ ადამიანს და შეიძლება სულ არ მომეწონოს, აი რაღაცნაირად ვიგრძნო თავი. აი არაფერი არ დაუშავებია, იმიტომ რომ არ ვიცნობ ადამიანს. სინამდვილეშია. აი უყურეთ, ერთი თემა მეორე თემასთან იმ დონემდე არის გადაჯაჭვული, იმიტომ რომ ჩვენ ერთ სულს წარმოვადგენთ. ტყუილია რომ ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ ერთი ველიდან ვართ ყველა. კი, მაგას ვამბობ მე სული. აი, სული ერთი. არის მის სხვათა შორის თამარ. არის მის? ეხლა ისმის? მოკლედ, აი ესე არის ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ეხლა რატო ვამბობ მე რომ დეაქტივაცია აქვს გულს? იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ვუდგებით ემოციურად. აი ეს არის პირველი იმისი მანიშნებელი, რომ შენი გული ნავარჯიშები არ არის. ანუ უნდა იყოს გრძნობა და არა ემოცია. რას აკეთებს გრძნობა? სიყვარული არ არის ემოცია, სიყვარული არის გრძნობა, რომელიც გამოიმუშავებს ოქსიტოცინს. აი განსაკუთრებით დედებისთვის არის ცნობილი ოქსიტოცინი. ნუ შეიძლება მან არ იცოდეს ახლა ყველა დედამ, რომ ოქსიტოცინი მოქმედებს მათ განწყობაზე, ის აზრდებინებს შვილს, ამ სიყვარულს ყვება, მისი დაცვა და ასე შემდეგ. მაგრამ ზუსტად ეს ჰორმონია. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დამოკიდებული. ეხლა რატო ვამბობ, რომ გრძნობა უფრო ძლიერი რაღაცაა? როცა შენ ემოციაზე ხარ, შენი ვიბრაცია გააჩნია ემოციას, საქანელის ეფექტს იმაშობა, იმიტომ რომ თუ რაღაცისგან გაღიზიანდი და ემოციის ორგანო არის გული. როგორც გრძნობის ორგანო არის გული. უბრალოდ ჩვენ უნდა ვეცადოთ ემოციის ტრანსფორმაცია მოხდეს გრძნობაში. და უყურეთ, როგორი საინტერესო რაღაცა არის. აი თამარისთვის მაქვს მოყოლილი.
მე ეხლა ვინც მიცნობს აქ ვნახე ერთი ჩემი მეგობარიც არის, რომელიც უყურებს ამ ლაივს, რომელიც მე მიცნობს საკმაოდ დიდი ხანი და იცის, საკმაოდ ძლიერი და ესეთი ხასიათის ვარ. სადღაც 20 წლის წინ თუ მე ვიყავი უფრო აგრესიული და რაღაცა სხვათა შორის შვილების გაზრდის მომენტში მივხვდი ესეთ რაღაცას. აი, კარგი შვილები მყავს, თამარ, გავიმეორებ იგივეს იმ ახლა ფართო საზოგადოებისთვის საკმაოდ, მაგრამ იყო მომენტები, როცა რაღაცას აშავებდნენ. ვთქვა. ჩვენ დამჯდარ ვართ, გვითქვამს, რომ რატო ასე, ნუ გადაგვილახია ეს მომენტი. ჩემი, ვთქვათ ასე, აღზრდის მეთოდი არასოდეს არ ითვალისწინებდა შეურაცხყოფას, რაღაცა ყვირილს, წივილს და ნუ ღმერთმა დამიფაროს ხელის აწევას და ნუ ასე შემდეგ. და ერთ მშვენიერ დღეს აი ასეთი რაღაცა პატარა გარჩევის შემდეგ მე უცებ მომივიდა ესეთი რაღაცა. აი ახლა შენ შვილს რომ მოეკეცი და ეს ყველაფერი ახსნა განმარტება რომ მოხდა სიყვარულის ფარგლებში. არ გასცილდი, არ გადახვედი რაღაცა ყვირილზე რაღაცა. რატომ არ უდგები ასე ვიღაცა სხვას, რომელმაც შეიძლება უფრო ნაკლები დააშავოს და შენში გამოიწვიოს ემოცია, უფრო მძლავრი, აგრესიული და ასე შემდეგ. აი ეს იყო პირველი, როცა მე დავფიქრდი, რომ სხვაზე არ მოქმედებს ის, რაც მოქმედებს ამ შემთხვევაში ჩემი სიყვარულის ობიექტი შვილზე. ანუ გამოდის, რომ მე პირველად მაშინ გავაკეთე დასკვნა, რომ ჩემი გული დეაქტივირებული, ანუ არ მუშაობს სრულად და არ განიცდის იმ სიყვარულს, რა სიყვარულზეც მიდის, თქვა თუნდაც იმ სახარებაში საუბარი. აი ეს იყო პირველი. და იმის მერე მე საკუთარ თავს ვასწავლიდი ყოველ ჯერზე, როცა ემოცია მოდიოდა რაღაცა გარე სამყაროსთან ურთიერთობის, უცებ ჩერდებოდი, ასე მოექცევი იმას, ვინც გიყვარს. აი ამას ქვია ვარჯიში გულის კუნთის. ეს არის ყოველდღიური, ყოველწამიერი მუშაობა, ძალიან დამღლელი, მაგრამ დამიჯერეთ, როცა ამას აკეთებ, ფსიქოლოგიაში მიჩნეული არის 21 დღე. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ამას ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ერთ წელიწადში, რომ შენ მიაღწევ იმას, რომ უკვე გაკონტროლება არ გჭირდება იმისი, რომ სხვასაც ისე მოექცეს სიყვარულით და სხვასაც სიყვარულით აუხსნა, რომ იცი რა, ასე კი არა, აი ასე. ზუსტად ეს არის გასაღები ყველა გულის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არის მთლიანად მოცული ბნელეთის. როგორც ინ იანის იმაში, იქ ყოველთვის არის ის წერტილი, რომელიც ასე ვთქვათ, სადაც შეგიძლია ეს ანკესი ჩააგდო და გააღვივო ეს ნათელი. ზუსტად ასე შეიძლება პირიქითაც კიდე მოხდეს. ამიტომ ვამბობ, ეს სავარჯიშო არის ყოველდღიური კი არა, ეს არის ყოველწამიერი სავარჯიშო. თამარ, ეხლა რაც შეეხება გრძნობას, ეხლა რაც შეეხება გონიერებას, მე ისე უბრალოდ არ მიხსენებია ჩაკრები. ეს არის პრიმიტიული შედარება, მაგრამ რო გასაგები იყოს უმრავლესობისთვის, მაგიტომ ვამბობ ჩაკრა. თავი. ასე ვთქვათ, ეს არის ტვინი არის სამფლობელო ზუსტად იმ მაცტური ძალის. რასაც ადგილი არ აქვს გულში. აი რატომ მოითხოვა სოლომონმა გონიერი გული. ანუ გრძნობა და გონი ერთ ადგილას. იმიტომ რომ ის, რასაც ჩვენ დღეს ვეჭიდებით, არ ექვემდებარება ადამიანურ ლოგიკას. არ ექვემდებარება
აქაურ, როგორ ვთქვათ, ის რაც როგორც ჩვენ გვესმის, ეს არის უფრო ირაციონალური რაღაცა. არ არის რაციონალური, რასაც ჩვენ ვართ, როგორ ვთქვა, მიჩვეულები. ეს ასე არ არის. და ყველაზე მთავარი დასკვნა, რაც აგერ 52 წლისა ვარ, მე მივხვდი, რომ ყველაფერი იწყება, მე უნდა ვიცოდე ვინ ვარ მე. და როცა მე ვიცი ვინ ვარ მე, აი ეს მაკრო არის აი ეს მიკრო. ამიტომ აი აქ ძალიან ბევრს მე ხშირად ვადევნებ შენ ლაივებს თვალყურს და არის ესეთი მომენტი რა, აგრესიულად ვუტევთ, ის არის დამნაშავე, ესა. ბიჭო, ჩვენი თავიდან დავიწყოთ. ჩვენ დავიწყოთ იმ სინათლის შუქურა გავხდეთ. აი წარმოიდგინე, ახლა არ ვიცი, არ ვხედავ რამდენი ადამიანი გვიყურებს, ყველას რო გაუჩნდეს ეს გაცდა, რომ საკუთარი თავი გამოვასწორო. აი ეს რაღაცა ტრანსფორმაცია და მე ერთმა, აი უყურე, მე ნატურა რო შუქურა რო გავხდე, შენ შუქურა და მე ჩვენ რო გავერთიანდეთ. შენ წარმოგიდგენია რა სიმძლავრის შუქურაზეა საუბარი. საერთოდ ბრძოლა არ დაგჭირდება არავისთან. ისედაც განათდება ეს ბნელეთი. მაგრამ აქედან იწყება ყველაფერი. სამყარო შენგან იწყება. ჩვენგან. აი ესეც მნიშვნელოვანია. არა მე, არამედ ჩვენ. აი სიტყვა ერთი სული ზუსტად ამას ნიშნავს. მირზა ბრეგვაძე წერს, რომ ტვინი არის სამფლობელო, მართალია. მირზა წერს მართალია ის არის კომენტარს. სხვათა შორის თამარ ძალიან კარგი იქნება თუ დაამატებ აი არაჩვეულებრივი სიბრძნის მატარებელი ადამიანი. ვინ არის და არაჩვეულებრივი აი ამ ნათელის მატარებელი. სახელი გვარი მითხარი, თუ მე თამარ, შენი ხმა არის ის, ჩართე მიკროფონი. ეხლა წესით უნდა ისმოდეს, არა? თუ გესმის ჩემი ხმა? არ ვიცი, რამდენად არ მესმის შენი ხმა. შენი ლაპარაკი. რატო არ მესმის, არ ვიცი. არ ვიცი, შეიძლება არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ იმას რა, ისი თქმაც მინდა. თემა არის უკიდეგანო. ამის მაგრამ აი დღეს ბატონ მირზასთანაც ვილაპარაკე, კომპასია გული. და გამართულად თუ მუშაობს ეს ელექტრომაგნიტური ველი, კომპასის ის არის სწორად მუშაობს. ყველგან სახარებაშიც კიდე უსმინე შენ გულს. ტყუილად კი არ არის ნახსენები ამდენ ადგილას გულს მიყევი, მაგრამ ამ გულს რომ მიყვე, უნდა კონდეს გონიერი გული. თუ არა მე სულ ელის გულის კიდე ვიცი. კი. მაგრამ გული უნდა იყოს გონიერი. გესმის ახლა ჩემი ხმა თამარ? სხვებს ესმის. მის კითხულობ შენი ტუჩების მოძრაობით. კარგი, მაშინ შენი ლაპარაკე და მე გავჩუმდები. ხო და მოკლედ. არ ვიცი ბატონებო, თუ გაქვთ რამე კითხვა, თუმცა თემა კიდე ერთხელ ვამბობ, არის იმდენად უკიდეგანო, უსასრულო, ჩვენ შეიძლება ერთი ცხოვრებაც კი არ გვეყოს. მაგრამ ჩვენ გვეყოფა და თამარ მე და შენ მაგაზე ვისაუბრეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის დანახვა, მაგრამ ეს შეუძლია მხოლოდ ამუშავებულ გულს. იქ სადაც გრძნობა და გონიერება იქნება შერწყმული, უნისონში როცა იმუშავებს. იქ ყველას, ვისაც გააჩნია ცოდნა და დამიჯერე ამის მატარებელი და გამტარებელი არის აბსოლუტურად ყველა ღვთისშვილი.
უბრალოდ ვიღაცას უფრო ადრე ესმის, უფრო მეტი ესმის, უფრო დიდი ინფორმაციის გამტარია. პირველ რიგში კიდე უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ვართ არა მე, არამედ ჩვენ. და ეგ მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვართ. გულის გახსნის მომენტია და წარმოიდგინეთ, რომ ის უკიდეგანო და უსაზღვრო რაღაცაა, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, რომ არის მზე, ვთქვათ, მზე არის ეს ყველაფრის მამა, ვთქვათ. და სული, ჩაბერილი სული არის სხივი. როცა ვთქვათ, სხეული გარდაიცვლება, სად ბრუნდება ხალხო ეს სხივი? ანუ ვინ ხარ, სად ხარ? მაგრამ აქ რომ მოვდივართ, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი რაღაცა. ვინ ხარ? რო შეგეკითხებიან, ჩვენ უცებ ვიცით ესეთი რაღაც, ვთქვათ, მე რომ მკითხო, ხო თამარი ვარ, ეს განათლება მაქვს. კაცო, ეს ყველაფერი არის, როგორ ვთქვათ, აქაური მონაცემი, როგორც პასპორტში გიწერია 13 ციფრიანი თუ 11 ციფრიანი კოდი, მაგრამ შენ ეს არ ხარ. შენ უფრო დიდი რაღაცა ხარ, უფრო დიდი ნაწილი. პირდაპირ გეუბნება სახარებაში იესო ქრისტე, ღმერთები ხართ. მაგრამ იცით რა, ძალიან ბევრს როცა ესმის ის, რომ ღმერთები ხართ, მორჩა, არა, შენ იმ ღმერთობას, განხტობას უნდა მიაღწიო, ჯერ ადამიანებიც კი არ ვართ გამხდარი. ამას 5 სტადია აქვს. რომ ადამიანიც კი არ ქვია. ის მოვიხედოთ როგორ ცხოვრობ. და კიდე ერთხელ ვამბობ, მთავარი ორგანო არა გვაქვს ნავარჯიშები. სხვათა შორის, მე რომ მოვყევი შვილების აღზრდის მეთოდში, იქ სიყვარული მოიცავს სხვათა შორის, მაგას ეს არის სამართლიანობა. ჯორჯ ორუელი, ეხლა ვიცი შენ თამარ, ასეთი მწერალი, უნიკალური მწერალია და მაგას ყველა ნაწარმოები ფანტასტიკური აქვს, მაგრამ ცხოველების ფერმაში მანდარი, რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, დედა აზრი, რომ კანონის წინაშე ვიღაცა უფრო მართალია. ესეთი სამართალი, ის ღვთიური სამართალი არ არის. სხვათა შორის სათნოებასაც კი ეხება ეს. სათნოება არის ღვთიური და არის მიწიერი. უყურეთ, ხშირად გვაქვს, ვაკეთებ და რატო რაღაცა არ მიბრუნდება, ზოგიერთი ფიქრობს, მე ხო კარგს ვაკეთებ, მაგრამ უყურეთ, თვითონ კითხვაშია უკვე პასუხი. რო აკეთებ და შენ ასე არ გაქვს, ასე რო დასვამ კითხვას, ესე იგი ეს არ არის ღვთიური სათნოება. ყველაფერი ძალიან ფაქიზია. იმიტომ რომ ღვთიური სათნოება აბსოლუტურად სხვა განზომილებაა. შენ იმას სხვანა ნავარჯიშები გული აკეთებს მაგას. და ამ ორგანოს ნავარჯიშები გონი. რა ვიცი, თუ საინტერესო იყო. თამარ, მე ძალიან წუხარ, რომ ჩემი ხმა არ გესმის შენ. თამარ, შენი მე არ ვიცი ხალხს ესმის თუ არა, მაგრამ მე შენი ხმა არ ხალხს ესმის, მაგრამ შენ არ გესმის. შენთან არ არის. გასაგებია, ანუ მარტო მე არ მესმის. ხო, მაშინ გასაგებია, კიდე არა უშავს, ესე იგი სხვებს ესმის. თუ გაქვს კითხვა, რამდენსაც წავიკითხავ შენ იმაზე? ქვემოთ კომენტარებია და კომენტარებში თუ კითხვებია შენთვის საიდან. ეგებს შენი კითხვა დაწეროს ვინმე. ასპინძას რამე გაკავშირებსო გეკითხებიან. ასპინძას რამე გაკავშირებს? ასპინძის ბრძოლასთან? არ ვიცი, არაფერი, ჯერჯერობით არაფერი. ისე ბატონო მირზა, ჩვენ ყველას რაღაცა საერთო გვაქვს და გვაკავშირებს.
ხო, ნუ ჩემი სამშობლოს ნაწილია ასპინძა და ეს მაგარი. გითარგმნო აქ შენი კითხვა. უი, გაითიშოთ თამარი, მოიცადე ახლიდან დავპატიჟოთ, იქნებ უფრო კარგად ისმოდეს თამართან. თამარ, დაგპატიჟე ახლა კიდევ ერთხელ, აბა იქნებ გესმოდეს ახლა ჩემი ხმა. ის მის, უი, რა კარგია, ახლა გავმართავთ ჩვენ საუბარს, რა კარგია. თამარ, კი ბატონო. მე რა მაინტერესებს, იცი, შენ ძალიან საინტერესო დაკავშირება მოახდინე გულსა და კომპასს შორის. აი, რატომ არის ეს კარგად რო ახსნა რა, რომ კიდევ ერთხელ რომ რატომ არის გული კომპასი? რაზე სხვათა შორის ძალიან დამეხმარა ერთ-ერთი გამოთქმა ბატონი მირზასი. და უცებ მე კიდე მომივიდა. აი, უყურე ელექტრომაგნიტური აი კომპასი როგორ მუშაობს, ხო? ეს საინტერესო თემაზე ვლაპარაკობდით ამ გულთან დაკავშირებით. უსმინე გულსო მითხრა. ხო და აი უყურე და მე უკვე ჩემი როდესღაც პროფესიიდან გამომდინარე ის რა ამუშავებს გულს და გულს ამუშავებს ელექტროიმპულსი და კიდე ერთხელ განმეორდები ისეთი სიმძლავრის ელექტრომაგნიტური მუხტს იძლევა გული, რომ შენს ირგვლივ 360 გრადუსზე და ამას პლუს 3 მეტრზე გადის. ანუ უყურე ეფექტი, ნავარჯიშები, გონიერი გული გულმა არ შეიძლება წაგიყვანოს არასწორი გზით, იმიტომ რომ ის ამას გრძნობს. ანუ იგივე მონაცემები აქვს, რა მონაცემებიც არის დაფუძნებული კომპასის მოძრაობა. კომპასის ის არის ყოველთვის არის მიმართული ჩრდილოეთისკენ, ვთქვათ ამ და გული ყოველთვის არის მიმართული იქ, სადაც არის მისი ადგილი. ანუ შიგნით. ანუ ინტუიციაც აქ პირდაპირ უკავშირდება. ინტუიციის აი, იცით რა, აი ბევრ რაღაცაზე არის ერთ ადგილას ეძახიან ინტუიცია, ერთ ადგილას სული რაღაცა. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რას დავარქმევთ. მაგრამ ეს ეინშტეინსაც კი აქვს ნათქვამი ინტუიციაზე, რომ ის უფრო ძლიერი რაღაცა არის, ვიდრე მეცნიერება. და სხვათა შორის, აი თუ გადახვალ ბატონი მირზას გვერდზე, მეცნიერებაზე აქვს არაჩვეულებრივი რაღაცა დაწერილი. იმიტომ რომ აი გაცილებით ნაკლები რაღაცა არის მეცნიერება ვიდრე ინტუიცია. იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცა აღმოჩენა ჯერ პირველ რიგში იყო რწმენა, მერე ამის გაგება და მხოლოდ იწყება ყველაფერი ინტუიციით. ცდებით და მერე ხდება ეს აღმოჩენად და რა ვიცი, მერე წიგნებში იწერება და ასე შემდეგ. ხო, ნუ ანუ ესე იგი სწორ გზაზე მიყავხარ გონიერ გულსო, თამარიც. ინტუიცია არ მოგატყუებს. აი მე გეტყვით, აი ის რაც დარწმუნებული ვარ ჩვენ ყველას ქონდა. აი ვთქვათ რაღაცა პრობლემა ქონდა გადასაწყვეტი, ან რაღაცა საკითხი არ არის სავალდებულო რაღაცა პრობლემა. აი რაღაცა საკითხი რო გვაქვს გადასაწყვეტი, უცებ პირველი აზრი მოგდის ძალიან ჩუმად რაღაცა. მერე ირთვება ლოგიკა, მერე რაციონალური მსჯელობა, ასე შემდეგ და მერე ამ ლოგიკურ დასკვნაზე დაფუძნებით ჩვენ მივიღებთ რაღაცა გადაწყვეტილებას. მერე აღმოჩნდება, რომ ეს არ არის ისეთი სწორი და აღმოჩნდება, რომ ვაიმე მე ხო ეს ვიფიქრე. და რატომ არ გავაკეთე? მერე სინანულში ვარდე. ხო. აი ახლა უყურეთ როგორი მომენტი არის აი ეს. აი ესეც სავარჯიშო არის და ისე ბუბრუნდები გულს. სავარჯიშო რატო? ის ხმა უნდა გაძლიერდეს. ვარჯიში იწვევს იმას, რომ ინტუიციის ხმა ხდება მძლავრი და უკვე აღარ გესმის სხვა. აი ბუდისტებს აქვს მაგი რომ აჩერებენ ამის თქვენ იცით რომ მთელი დღე-ღამის განმავლობაში ადამიანს 50,000-დან 70,000-მდე აზრი უყალიბდება თავში. კი. და ეს აზრი არც ერთი არ არის მისი. ეს ჯერ ნატალია ბეხტერევამ თქვა და
ძალიან ბევრმა ნეირობიოლოგმა დაამტკიცა უკვე, რომ ეს აქ არ არის. ეს საიდღანაც მოდის აქ მუშავდება. თამარ, მე მაგაზე იცი რა მაქვს, ესე წარმოედგენილი მაქვს სურათში, რომ აი ამ განძებს თავიდან რომ დავიწყე ამაზე მუშაობა და ჩემ თავზე და ამაზრების მოგერიებაზე და ესე ვიდექი რა ხმლით და აქეთ იქით მყრიდი ამაზრებს. არ არის საჭირო. არ არის საჭირო. აი, ეხლა დაუბრუნდები კიდე, ანუ ისე გულთან დაკავშირებით, აი ჰორმონები, აი ვთქვა ძირითადი 5 ჰორმონი. 4 ჰორმონი არის ვთქვა ძირითადი ბედნიერების ჰორმონი, აი სიყვარულის ჰორმონზე ვთქვი, ეს არის ოქსიტოცინი, სეროტონინი, დოფამინი, ენდორფინი და არის კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი. თქვენ რომ იცოდით, მათი ხანგრძლივობა ორგანიზმში ძალიან ცოტა არის, აი ბედნიერების ჰორმონების არის ყველაზე მაქსიმუმი 3 დღიანი. და კორტიზოლი თუ გამუდმებით სტრესში ხარ 3 წელი არ გაქვს. აი უყურეთ როგორ მოქმედებს, ეხლა უყურეთ. მაგრამ როცა შენ გაქვს ნაბარჯიშები გული და იქ ადგილი არ აქვს ემოციას, ეს იმას ნიშნავს, რომ სტრესის ჰორმონსაც არ აქვს ადგილი. და შენ ამ საქანელის ეფექტიც არ გაქვს. აი სიბრძნე რას ნიშნავს? აი ზღვა ხო გინახიათ, რომელიც დგას. რა საინტერესო რაღაც თქვი ახლა შენ რა. ანუ ნაბარჯიშები გული, რომელიც ფლობს თავის სხეულს პრინციპში და იმ ჰორმონებსაც ბრძანებლობს გამოიყოს თუ არ გამოიყოს. ხო, საინტერესო, ძალიან საინტერესო მომენტი. ეს მტკიცდება ხო მედიცინაში, რომ ესეთი რაღაც. ეს მედიცინაში არის კი ბატონო, ეს მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს ხანგრძლივობა მოქმედების ამ ჰორმონების. ეხლა ბოლო დროს, აი ბოლო 20 წელია, რატო არის მე მაგალითად ტელევიზორი 15 წელია არ მაქვს და არც მინდა. არ ვთავ. იცით რა არის, დაგეწევა ყველაფერი, რაც კი ისა დღეს სოციალური ქსელი ყველას აქვს და თუ რაღაცის გაგება მინდა, აგერ ჩავირთავ Facebook-ს და ვგებულობ ნიუსებსაც და ყველაფერს. მაგრამ უყურეთ როგორი მომენტი არის. სტრესის ჰორმონზე მუშაობენ ესენი. აი, რაში მაინტერესებს მე, შენ რო გადმომცემ მე, რო განდურასში ვიღაცა სოფელში მოკლა. აი, რაში მაინტერესებს. მაგრამ გამუდმებით ხარ გამყოფებენ სტრესში. ეხლა არ მინდა გადავიდე რაღაცა პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ დამიჯერეთ ყველაფერი ტრიალებს ჩვენს ირგვლივ. იცი თამარ, მაგაზე და ჩვენ რომ გადავიყვანოთ თამარ ემოცია, გადავიყვანოთ გრძნობაში, გული გავიხადოთ გონიერი, ჩვენ არ ვიქნებით ამ საქანელაზე. და აი როგორც წეღამ თქვი, ჩვენ გავხდებით ერთი დიდი მძლავრი შუქურა, რომელსაც არ დასჭირდება რაღაცა ბნელეთთან ბრძოლა, იმიტომ რომ ეს შუქურა ისედაც გაანათებს ყველაფერს. და რაც უფრო სწრაფად მივხვდებით, რომ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ და როგორც ქრისტემ თქვა, იქ ეს არის ტაძარი და ღმერთი მანდარი. აი რაც უფრო სწრაფად მივხვდებით, რა გზა გვაქვს, გზა აქედან იქ კი არ უნდა გავიაროთ, არამედ აქეთ უნდა გავიაროთ. ნამდვილად თამარ, აი კარგად თქვი ეგ, რომ აქ უნდა გავიგოთ რა ხდება. აქ უნდა გავარკვიოთ. აი ახლა ვიღაცამ დასვა კითხვა, რომ რატომ ფეთქავს გული სწრაფად, როცა გვეშინიაო, თუ მოიცა ერთი წუთით, როცა რაღაცას განვიცდითო? ეხლა ამას აქვს სამედიცინო ახსნა კიდე, როცა კორტიზოლის დონე მატულობს, ადრენალინი, ნორადრენალინი და რა თქმა უნდა ეს მოქმედებს გულის. ეხლა რაც შეეხება, კარგი კითხვა არის, შიშს რაც შეეხება. თვითონ გრძნობა შიში არის თავს მოხვეული. ღვთისშვილის შიშს არ განიცდის. აი რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს,
შიში არ არის ადამიანური რაღაცა. თამარ, არ არის. აი თამარ, ეხლა უნდა განგიმტკიცო ეგ, იმიტომ რომ ნახე როგორ რაღაცა მე ხშირად მაქვს ხოლმე ადამიანებთან ურთიერთობა და ხშირად ხედავ რომ როდესაც ან მანქანასთან დამემგზავრებიან ან ისე განიცდიან პატარა რაღაცეებს რომ ამას ყურადღებასაც არ ვაქცევ მე ისეთ. აი სულ შიშებში არიან, სულ განცდაში არიან რომ რამე არ მოხდეს, ის არ მოხდეს, ეს თამარ, აი ისევ მიუბრუნდები, ეს ხდება აი ტელევიზორი ვთქვათ და აი საინფორმაციო ან რაღაცა მე არ მიხსენებია ტყილ უბრალოდ. ან თუნდაც ვთქვათ იმ ტელევიზიით რამ დორე დონის გადაცემები გადის. ეს ყველაფერი არის მიზან მიმართული აი ამ დაბალ ვიბრაციულ ველში რო გამყოფონ გამუდმებით. გეთახმები. ეხლა უყურეთ კიდე რა არის სხვაობა გრძნობა და ემოცია შორის. ემოცია არის ასე ვთქვათ მოკლე დროის მანძილზე მოქმედებს, მაგრამ სტრესს რომელსაც იწვევს, ის ხანგრძლივია. გრძნობა პირიქით რაღაცას აკეთებს, მაპატიეთ, აი თუნდაც ის ოქსიტოცინი, აი უყურეთ ნავარჯიშები გული. მე რომ აი ახლა მე და შენ რო ვერ გაუგოთ ერთმან, ნუ მე და შენ არ იყოს, აი ვიღაცა, ვინც თქვათ ჯერ არ ფლობს იმ ცოდნას, თქვათ აი ახლა ამ წამს რაც მე გავაჟღერე. მე ის რო ცუდად მომექცევა, მე ცუდად კი არ უნდა მოვექცე. არამედ მე სიყვარულის ფარგლებში რომ დავიწყებ ამის ახსნას ემოციის გარეშე. დამიჯერეთ რომ სისხლის ანალიზი რო გამიკეთოთ, კორტიზოლის დონე აწეული არ იქნება, პირიქით ოქსიტოცინის დონე. ეს იმას ნიშნავს რომ მე აი ამ მეოთხე ჩაკრის დაბლა არ ჩავდივარ. თუმცა დღეს უკვე ჩვენ ვართ იმ დროს, როცა ჩვენ აქ უნდა ვიყოთ და ლამის აგერ უნდა ვიყოთ გასული. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს და ამის ვარჯიში თამარ ქრისტემაც გვასწავლა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ აუხსნათ ადამიანებს. ქრისტემ პირველ რიგში გვასწავლა და მე ქრისტესგან გავიცანი. იცი რამდენი ძალისხმევა დავჭირდა იმისთვის რომ ამდენი ნეგატივი რომელიც შემსკენ შემოდიოდა თავიდან ლაივები რო დავიწყე, აი ამას გამკლავებოდი რა. რაღაც დონეზე ხანდახან ახლა ადამიანური ბუნებით მეც ვეღარ ვუძლებ ხოლმე და რაღაც დონეზე ვავარჯიშე ჩემი თავი და აი ეს ვარჯიში რომელიც ყველამ უნდა დავიწყოთ, ყველამ, ან ნებისმიერ დედაშვილური მომენტია თუ ცოლქმრული მომენტია თუ მეზობლური ურთიერთობა, ჩვენი და ჩემი ურთიერთობა, ჩვენი ამ წამს ჩვენი მსმენელის ურთიერთობა პატივს ვცემ ყველას. მე შეიძლება არ გიცნობდეთ, მაგრამ მე ვაცნობიერებ იმას, რომ ჩვენ ერთნი ვართ. მოგწონთ თქვენ დღეს ეს თუ არ მოგწონ ვართ მე, ჩვენ მაინც ერთი ვართ. ჩვენ ვართ და არა მე. რევოლუცია, ცუდი სიტყვაა სხვათა შორის რევოლუცია არ მიყვარს, იმიტომ რომ მაგისი ეტიმოლოგია საკმაოდ არც ისე კარგია, მაგრამ და სხვათა შორის ისტორიამ გვაჩვენა, რომ რევოლუციებს არაფერი კარგი არ მოაქვს. ანუ ეს თვითონ სიტყვიდან გამომდინარე, მაგრამ ნუ ამაზე არ შევჩერდები. უნდა მოხდეს ცნობიერების გარდატეხა. ძველი ცნობიერება უნდა ჩაბარდეს. და რაც უფრო სწრაფად, რაც უფრო მონდომებით დავიწყებთ იმის ვარჯიშს და გეუბნებით, რატო ვუბრუნდები ისეთ თემას, რომ ყველაზე ისეთი კარგი სავარჯიშო შვილია, იმიტომ რომ ასეა თუ ისეა, შენ შვილი გიყვარს, თუმცა მე აქ ჩემი მომენტიც მაქვს. მე მაგაზეც დავფიქრებულ ვარ. მე შვილი მიყვარს თუ ამაგი, რომელიც იდება. უყურეთ ეგოისმი რა ცუდი რაღაცა არის. თუმცა ამ შემთხვევაში ყოველდღიურად იცით რა არსებობს ასეთი ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი მომენტი. 5 რატომ. აი ვთქვათ, 5 რატომ რას ნიშნავს? აი რაღაცაზე მქონდა რეაქცია, ხო? რაღაცა რეაქცია, ემოცია. დავჯდები ჩემთვის, ახლა იმ ადამიანთან კი არ დავიწყებ გარჩ, რატომ მქონდა?
ხო გავეცი რაღაცა პასუხი, კიდე უნდა გავცე, უკვე შემდეგ პასუხი, რატო ასე? და 5 რატო ჩადის იმ სიღრმემდე, სადაც ფუძეა აი იმ ემოციის, ასე ვთქვათ, იმ ჭინკის, სადაც არის ჩამალული. კი, ანუ რატომ დამიჯერეთ, რატომ სხვა გზა ადამიანებო არ არსებობს, ეს გზა არის გასავლელი, მაინც გექნებათ გასავლელი. იმიტომ რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამოვიდეთ და თავი დავაღწიოთ ამ წუმპეს. მხოლოდ ასე, ყოველდღიური, ყოველწამიერი მუშაობა. სულ უნდა იყო კითხვაში, რატო ვაკეთებ ასე და არა ასე. მაგარია ძალიან. სხვათა შორის არაჩვეულებრივი დახმარება შეუძლია, აი დამიჯერეთ. აი ყველას გექნებოდათ ეს განცდა, აი ზაფხულში რო გახვიდეს სადღაც ბუნებაში და ფეხში შველმა რო გაიარო. თქვენ იცით რომ ფეხსაცმელი განსაკუთრებით ასე ვთქვათ რეზინის ძირით ტყილად არა აქვს მოგონილი მავანს. იქ არ ხდება გაცვლა ენერგიის, ის რაც უნდა შენგან შთანთქოს მიწამ, ის ნეგატივი ვერ გააქვს აი ამ ძირის გამო. ამიტომ ეცადეთ, კაი დღეს ზამთარია, მარილი დაიყარეთ ჩვეულებრივი და დადექით მარილზე. მარილი, ხო იცით, მიწაა იგივე. რაც დაგეხმარება თამაში. დამიჯე, იკითხე ზღაპრები. ძველი ქართული ზღაპრები გაჟღენთილი არის სიბრძნით. აი თუნდაც ცისკარა, თუნდაც ის სალამური, თუნდაც ის მზე და თუნდაც ისა მზეო და ბადრი. რა არის მზე და ბადრი და რა არის ცისკარი? თამარ ჩვენ ამ თემასაც შევეხეთ, უყურე? ისა მზე, ეს მზეო და ბადრი ეს არის მთვარე და ცისკარა მათ შორის. ძალიან დიდი სიბრძნეებია ქართულ ზღაპრებში. არაფერი არ არის ხალხნო დამალული. ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს ინსტრუქცია როგორ მიუდგეთ. ჩვენ იმდენ რაღაცას გვახვევენ თავს, გინდა იმ სკოლაში, გინდა იმ რა ვიცი აი ცხოვრებაში, ყველაფერი რომ ჩვენი ყურადღება იყოს მიმართული გარეთ და არა შიგნით. მზე შინაო, მზე გარეო. თამარ გუშინ შენ ძალიან საინტერესო განმარტება გააკეთე ცისკარზე და მინდა რომ დღესაც იქნებ თუ გაქვს დრო ლუციფერზე გინდა თქვა აქ არ ჩამხო. ხო, ნუ ყველაფერი უნდა გავიგოთ. მე გეტყვით ამას, მეც მქონდა ეს წარმოდგენა და ვაიგივებდი სატანა, ლუციფერი, ყველაფერი ერთ ქვაბში, ანუ ერთ სახეთ მქონდა წარმოდგენილი. დღეს მე ამაზე ასე არ ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა ერარქიები და ასე შემდეგ. ერთხელ საკმაოდ საინტერესო ხალხთან დამისვეს კითხვა, რას ფიქრობო ამაზე და ეს უკვე ნაფიქრალი არ მქონდა. ეს ასე არ ხდება ჩემში. ეს თვითონ მოდის ინფორმაცია და იჭი. და მე ასე ვზივარ, ვაიმე თურმე რა მარტივი ყოფილა მე. ბოდა რომ ეს ხო მე ვიცოდი. აი დამიჯერეთ ეს ყველას გაქვთ. უიმე კაცო ეს ხო ვიცი. კი. მაგრამ არ დავფიქრებული, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით. მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიხმაროთ ის უშველებელი უკიდეგანო ბაზა და ის ველი ინფორმაციული, რომელშიც ჩვენ ვართ, ჩვენ ეს ველი ვართ. ხო და მეკითხებიან, დამისვეს ეს კითხვა, რას ფიქრობო და მაშინ პირველად თქვი, რომ იცით მეთქი რას ფიქრობ მეთქი ბოლო დროს, რომ აი წარმოიდგინეთ მეთქი სახელმწიფო გამოცდა არის მეთქი და რომ ეს არის მეთქი სახელმწიფო გამოცდის თავმჯდომარე
და თუ მე მასთან გავიარე მეთქი გამოცდა, პირადად ადგება მეთქი, კარს გამიღებს და შემიშვებს მეთქი, ახალ ლეველზე. ხო და ამის ტაში დამიკრეს მან. და სხვათა შორის აი სულ რამოდენიმე ალბათ ერთი კვირის წინ რაღაცა ვზივარ, ახლა თამარ შენთან უფრო კონკრეტულად მაქვს ნათქვამი ეს ჩემთან როგორ ხდება ამის მოსვლა და რაღაცა ვზივარ ეს ლუციფერი რა სადა ხო არის სინათლე და ის რომელსაც მოაქვს ნისუში სვეტ რუსულად ასე ჟღერს. ხო და უცებ აქეთ მოიპყრო რაღაცა ჩემი ყურადღება და მოვტრიალდი და მე არ ვიცი რამდენ ადამიანს გაქვთ აქ ნანახი, ძალიან საინტერესო სერიალი არის, ამერიკული ლუციფერი ქვია. და მაგ ლუციფერის გვარი არის Morning Star, რომელიც ითარგმნება ცისკრის ვარსკვლავი. ხო და რომ მოიპყრო უცებ დგას ეს ტიპი და ლუციფერ Morning Star და მეთქი ვაიმე ცისკრის ვარსკვლავი. ხო და მე წავიდა უკვე შემდეგი რაღაც. ეხლა აქ ისე მიიღებთ რომ მე გავაიგივე ლუციფერი თუ კარგად მომისმენეთ ეს ერთი და იგივე არ არის. მაგრამ დამიჯერეთ ჩვენ ბევრჯერ გვაქვს აი რა მინდა ვთქვა ჯერ ერთი და ეს არის უკიდეგანო ადამიანის გონება ვერ გაწუდება იმას რაც ოდნასაც ის ფლობს. ეხლა თქვენ წარმოგდგენილი გაქვთ ღმერთის იმ ცნობილი ასე ვთქვათ ლეგენდის მიხედვით ფაქტიურად ღმერთის ანარეკლი ყველაზე საყვარელი და ასე შემდეგ ანგელოზი რაც ოდნას ფლობს. და მე ბევრჯერ გამიგია რომ ფუი და ასე და ასე. აი პირველი ჩემი რჩევა, ძალიან ფრთხილად იყავით. ეს ერთი. ეხლა მეორე. უყურეთ როგორი მომენტია ჩვენ გვიყვარს ესეთი რაღაცა, ოღონდ მე არ ვიყო დამნაშავე და ყველა დამნაშავეა. ამას აკეთებს ეგო. ეშმაკმა მაცდუნა, ამან მაცდუნა, იმან მაცდუნა, რა ვიცი, ამან გამაკეთებინა, იმან არა, ასე არ არის. იმისი როლი ჩვენ ცხოვრებაში და მე გეტყვით რატო აი ცოტა გადაუხვევ, რატო ვამბობ მე რომ მისი როლი არის, მისი არა, ის უფრო მაღლა დგას. ეს არის აი ეშმაკები და ასეთების როლი, რომ გაცდუნოს. აი წარმოიდგინეთ მარაო. აი მარაო არის ყველა ის განსაცდელი და ყველა ის ცდუნება, რომელიც ჩვენ უნდა გადავლახოთ. მისი როლი არის რომ გაცდუნოს. ანუ ასე ვთქვათ, ის არის შენი გამომცდელი. და თქვენ ვერასოდეს და ჩვენ ვერ დავაბრალებთ მაგას, მაგან გამაკეთებთ. იმიტომ რომ ნება და არჩევანი გავაკეთეთ ჩვენ და არა მათ. და სახარებაში წერია, არაფერი არ ხდება მამის ნების გარეშე. ახლა მე სვამ კითხვას დამსწრე საზოგადოებასთან. აუ, რატო გაითიშა? მოდი ახლა დავამატებ კიდე თამარს. რა მომენტში გაითიშა, მოკლედ? თამარ, ისეთ მომენტში გაითიშა, რომ კითხვას სვავდი. არ უნდა აშკარად რომ დასაკითხო. ხო, ყველაფერი კი არ თქვაო. მოკლედ, აი უყურეთ, არაფერი არ ხდება მამის ნების გარეშე. არაფერი არ ხდება, რაც მან არ იცის და არ დაუშვა. ეს არის ამის ილუზია, ექნება ნურავის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, რომ გამოიწრთნას და გაგაძლიეროს შენ.
აი რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ეხლა ვიტყვი ესეთ რაღაცა, სხვათა შორის ეს კიდე რამოდენიმე წლის აღმოჩენა არის. ჩვენ ყველა პრობლემას და დაბრკოლებას აი ასე უნდა შევხვდეთ მადლობით. იმიტომ რომ ეს არის წვრთნის ნაწილი ჩემი სულის განმტკიცების და ჩემი ნების და ჩემი არჩევნის. აი ყველა დაბრკოლება, ყველა ცდუნება, ყველა პრობლემა ემსახურება ზუსტად ამას. ნამდვილად, თამა და კითხვა არ დაგავიწყდა, საზოგადოებას რო უნდა დაუსვა. რაიმე რომ დამავიწყდა რას. იცი რა, კითხვა ისეთ მომენტში. იცი რა, აი ჩვენ რაზე ქონდა იცი საუბარი, რომ თუ კი ღმერთის ნებით ხდება ყველაფერი, ხო? მე ამ თემაზე დღესაც ვისაუბრე და გეკითხებით, რომ აი იცით რა, როგორ ფიქრობთ? ის ღმერთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს? თუ ჩვენი გამოსაწვრთნელად კეთდება ეს. ამიტომ ამ ეტაპზე მე ასე ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ ცისკრის კართან ბოლო ინსტანცია არის ის, რომ შენ გაიარო ყველა ეს ცდუნება და თვითონ გაგიღებს მაგ-კარს და გეტყვის შენი ადგილი შემდეგ ლეველზე არის. კი, თამარ, აი ნახე, საინტერესო რა არის, იცი, მე დღეს მქონდა ესეთი თემა, მე ვაკავშირებ ახლა. როდესაც ქრისტე ირჩევს თავის მოწაფეთა შორის ერთ-ერთს მაცდურს, ხო, ისა, რომელიც გასცემს, ხო? მოხდა ესეთი დარღვევა, რომ მის მოწაფეების მიერ ამოღებული იქნება ეს იუდა და ჩასმული იქნება სხვა. მე ვამბობ, რომ ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ ქრისტემ თუ აირჩია ის თავის მოწაფეთ, ხო? თავის როგორც მოწაფეთ, ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ ის არ მივიღოთ და არ ვაღიაროთ ქრისტეს მოწაფეთ. მე კიდე უფრო სხვანაირად დავსვამდი კითხვას. აი უყურე, ის რაც აღსრულდა, არ აღსრულდებოდა, რომ ეს პერსონაჟი იუდა ისკარიოტელი, ხო ასეა? რომ არა ის ამბორი, არ მოხდებოდა ის გოლგოთა, არ მოხდებოდა ის არაფერს არ ექნებოდა ადგილი. ანუ ეს უკვე და ვიღაცას ხო ეგ როლი უნდა შეესრულებინა. კი, ნამდვილად უნდა შეესრულებინა და ამის, ანუ ღმერთის ნებით. ანუ უყურეთ, მაგიტო ვამბობ, ჩვენ უყურებთ, აი ჩვენ გუშინაც კიდე ვილაპარაკეთ თამარ, ჩვენ უყურებთ ძალიან როგორ იცი, აი ჭიქის ეფექტი, აი ყველას ჩვენ გვაქვს აი კუნწიანი მხარე, რომ მე მოვიბრუნო ჩემსკენ და გლუვი მხარე რომ იყოს შენსკენ. ჩვენ ორივე ვიქნებით მართალი, როცა შენ მე დამიმტკიცებ, რომ გლუვი არის აქედან და მე გეუბნები, კი ბატონო, გლუვია, მაგრამ აგერ კიდე კუნწია. რაზეც უნდა მოკიდო ხელი და ისე. აი ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის ამბიცია, რომ არიქა ჩავწვდი იმას ღმერთის ჩანაფიქრს. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ადგილი და ჩვენი გზა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის გზაზე მე დავდგე, განვიკითხო და ასე შემდეგ. აი ამიტომ არის ზოგჯერ მე შენს სულ თავიდან ლაივებს რო უსმენდი, აგრესია რომელიც ვთქვათ იყო, მე სულ ვამბობდი, აი დღეს რაც მე ვთქვი, ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე რო ვიმუშავოთ, ჩვენ ყველამ ჩვენი ასე ვთქვათ ნათელი რომ მოვაგროვოთ და ეს პატარ-პატარა შუქურების შუქი მე რო გავაერთიანოთ, ჩვენ არავის დამარცხება არ დაგვჭირდება. ისედაც დაეცემა ბნელეთი. აქ ცნობიერებაში უნდა მოხდეს ფენომენი ჩვენ, მე უნდა შეიცვალოს ჩვენ. ამას სჭირდება კიდე ერთხელ დავბრუნდები გულის ვარჯიში. მისი გონიერება არის სავალდებულო. პლუს დაუმატებ ამ ასე ვთქვათ მედიცინას, რომ როგორ შევინარჩუნოთ ბედნიერების ჰორმონი და არა ვთქვათ სტრესის ჰორმონი. ეს ძალიან, იმიტომ რომ ყველა თემა
არის ერთმანეთთან როგორ თქვა, გადაბმულია, არ არსებობს. თქვენ იცით რომ ადამიანის სხეული 12 სისტემისგან შედგება. რატო 12-ისგან? 12 ყველაფერი არის ერთმანეთთან გადაჯაჭვური. ანუ ისეთი კავშირია, რომ აი არ ვიცი რა. და სასწაულები არ არსებობს. სიტყვა სასწაული ნიშნავს სასწავლი. თამარ ძალიან მაგარი რაღაც თქვი ახლა სასწავლი და სასწაული უდავ ხშირად იცვლება ხოლმე და ზუსტად ეგრეა რა. ნამდვილად სასწაული ეს არის ის რაც უნდა ისწავლო. კი. ძალიან მაგარი რაღაც თქვი მართლა. არა მხოლოდ ეს, ბევრი რაღაც ძალიან საინტერესო შემოიტანე და აი მაყურებელიც აქტიურია, უბრალოდ იმდენად საინტერესოდ საუბრობ, რომ ვერ მოვწყვიტე, ვერ ჩავაგდე მაყურებლის კომენტარები, უამრავი კომენტარია შემოსული და სხვათა შორის კითხვები არ შემოდის. ვინც არის ეს რაც მე ვთქვი ყველასთვის ცნობილია, იმიტომ რომ ჩვენ ერთი მამის შვილები ვართ. ყოველ შემთხვევაში ერთის ნაწილი ვართ ყველა. უბრალოდ აი წარმოიდგინე, აი ახლა 50 ადამიანი არისო ჩართული. აი ამ 50 ადამიანში ჩვენ ერთი და იგივეს ვფლობთ, უბრალოდ სხვადასხვა რაკურსიდან რო აიღო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ესეთი რაღაცა. უიმე, ჩემი ცოდნა უფრო მაგარია ვიდრე შენი კი არა, არა. ის რაც მე მაქვს, შენ რაც გაქვს, აგერ ნაზი, თამარი 2 და ბევრი სხვა, აი ეს 50, ჩვენ ყველამ რაც ჩვენ გვაქვს, აი ასე სათუთად უნდა მოვიტანოთ, ჩავალაგოთ ერთ სკივრში. და იქიდან შეიქმნება ერთი დიდი მოზაიკა. ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები კი არ ვართ, ჩვენ ერთი სული ვართ. აი როცა ჩვენ ქართულ ენას გავიგებთ, ყველაფერი დაიწყებს გალაგებას. შენ მე რომ მიყურებ, აი სხვათა შორის ვედებშია, მაგი ძალიან კარგად, აი მე ვარ შენ და შენ ხარ მე. და ქართული კიდე უკეთესად ამბობს, ერთი სული. სული ერთია. მე აღარ ვიცი უკვე როგორ თქვას ენამ, რომ ჩვენ ერთი ვართ. ჩვენ ვართ, ჩვენ. თამარ, ეხლა დავამატებ მე აქ რატომ არის ეს საჭირო და ძირითადად ქართულ პოლიტიკაშიც და საზოგადო სივრცეში გვხდება ესეთი რაღაც, რომ აი მე ვიპოვე ეს, მე აღმოვაჩინე, მე დავწერე, მე შევქმენი, მე გავაკეთე, მე მოვიფიქრე. ჩვენ მოვიფიქრეთ. შენც მოიფიქრე, იმანა. ეს ჩვენ მოვიფიქრეთ. აი ეს არის ჩვენთვის. ეს ჩვენ, აი წარმოიდგინეთ, აი ეს რაღაცა უსასრულო, ის მამა, ის პირველი. ეს ყველაფერი უკვე მასში არის. და როცა ამან შექმნა ეს აი ფიზიკაში მე მგონი მე-6 კლასში მასწავლებელმა გააჟღერა ესეთი რაღაცა. ეხლა არ მახსოვს რას უკავშირდებოდა გაკვეთილი და რაზე იყო, მაგრამ მაგიდა კამი, მიწა, შენო, ყველაფერი შედგება ერთი ყველაფერი ერთი არისო. თქვენ წარმოგიდგენიათ ფიზიკის დონეზე ხარ ერთი და პლუს ერთი სული. სახარებაში ხო წერია. ყველაფერი ერთია. ის ცხოველიც, ის შენ და ყველაფერი. იმიტომ რომ თუ იმან შექმნა საკუთარიდან, იქ შეიძლება რამე უცხო სხეული იყოს? მიუღებლობა გვჭირს. მიუღებლობა. ამის აღიარება არ შეგვიძლია. ეგო, მე გჭირს, მე ბეკეკა ხარ. კინგ ელისეიმ დაწერა, რომ მე ისე ხო იცით ის მე და ბაფომეც რისი თავიცა. მე სინდრომაც გვაქვს. ზუსტად.
თან ქალი უნდა იყოს, თან კაცია, თან დღა, რა ვიცი, ყველაფერი უნდა რომ იყოს. ყველაფერი ვართ, დამიჯერე რომ ყველაფერი ერთად ვართ. შემოგევლოთ ყველას ჩემი თავი. დღეს შეიძლება ვიღაცას არ მოვწონვარ, ვიღაცას რაღაცა, მაგრამ იცით რა, მაინც ერთი ვართ. ერთნი ვართ, ერთნი, ყველა. შენ საუბრობ, მე გისმენ, სხვები გისმენენ, ხო? შენ რასაც საუბრობ, ეხა მე ამას შეიძლება ოდესღაც მიმხვდარიყავი, ან უკვე მივხვდი. ზოგმა, რა ვიცი, გუშინ მივხვდა, ზოგი ხვალ მივხვდება და ასე შემდეგ. დრო არ აქვს ღმერთს. ღმერთს ცია მე კიდე ვიღაცასთან ვსწავლობ ამას, აი ბატონი მიგზა რო ვახსენე რამონ მაგასთანაც იქ ჩემი მეგობრები, რომლებიც თემაში საკმაოდ მე საკმაოდ ისეთი გზა მაქვს გავლილი და ჯერ კიდე იმედია რომ კიდე მაქვს დრო და კიდე გავივლი რომ კიდე უფრო ავიდე და უფრო მეტი გავიგო. იმის ილუზია მე არა მაქვს რომ ჩავწვდე ყველაფერს, მაგრამ მაქსიმალურად რაც შემიძლია ამ სხეულში თქვენ იცით რომ შეუძლებელიც არის ამ სხეულში შენ ჩაწვდე, ვერ ჩაეტები. უბრალოდ ვერ ჩაეტები. თუმცა მე გუშინ ვთქვი შენთან ესეთი რაღაცა. იმის გარდა რომ რა გზაც გაიარა ქრისტემ აღდგომამდე, ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი რაღაცა არის აღდგომა სხეულით. მან დაგვანახა რომ ჩვენ ამის შანსი გვაქვს. ქართულ ენაში არის დასაფლავება და დაკრძალვა. ეხლა ამ თემაში ჯერ კიდე კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი სხვაობა. როგორც თქვათ, იშვა და ნუ თქვათ გააჩინა და ასე შემდეგ. დაიბადა, უყურეთ სიტყვა დაიბადა, ბადეში მოხვდა. ის რასაც ჩვენ ვეძახით მატრიცა. მაგრამ ის რაც უნდა იშვას არის აი ამ დონეზე. ერთადერთი ჯერჯერობით 2000-იანი წლის ისტორიაში ვინც იშვა არის იესო. უყურეთ, აი რატოა ორი სიტყვა ქართულში? იშვა, დაიბადა. თვითონ სიტყვა ბადე ქართულს ზოგიერთი პატივს არსენს, მაგრამ არა უშავს, ეგ მაგას მიხვდებიან ყველანი, მაგრამ ერთი კითხვა დაიშვა და მინდა გავცე პასუხი. ელენე ლობჟანიძე წერს, რომ ცხოველი და ადამიანი ერთი როგორაა, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად. მოდი ესე ვთქვათ, რა, ღმერთმა ყველაფერი ხო შექმნა? ან თამა შენ გაიცნოს. ყველა რა ქვია ქალბატონს? ელენე. ქალბატონო ელენე, ყველაფერი არის ღვთისგან შექმნილი. აი, წარმოვიდგინოთ, აი, რამდენადაც შეგვიძლია ადამიანებს წარმოვიდგინოთ. აი, ვთქვათ რაღაცა, აი, მასა და ამ მასამ თავისგან შექმნა ხე, შექმნა წყალი, ოკეანე, მიწა, ფორმა მისცა უბრალოდ აი ამ თავისი მასისგან და რაღაცას, ანუ ადამიანს მისცა, ოღონდ აქ არ მიდის საუბარი მის სხეულზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მიდის სხეულზე. აქ მიდის უფრო ფაქის სუბსტანციაზე საუბარი, რაც მის ხატად და სახად არის შექმნილი. ასე რომ, რატო არ შემიძლია მე ვთქვა ის, რომ ყველაფერი არის ერთი. თუ ყველაფერი მისი შექმნილია, როგორ რაღაცა კიდე სხვა ღმერთი არის და სხვა მასალა გამოიყენა, ეს ხო გამორიცხულია. ხო, ნუ ჩვენ მეც ესე გავიგე, ჩვენ ამ ჭრილში ვთქვით, რომ ყველაფერი არის, უი, გაითიშე თამარ, კიდევ დაგამატებ.
მანამდე ვისაუბრებ. ყველაფერი არის ერთის მიერ შექმნილი. და როდესაც ღმერთმა ადამიანის შექმნა და აი ეს ყველაფერი მისი შექმნილი, მის დაქვემდებარების ქვეშ დააყენა, უთხრა რომ შენ ხარ ეხლა პატრონი აი ამის, ამ ყველაფრის, რომელიც შევქმენი მე, ხო? და ღმერთმა რა გააკეთა? თამა, რატო ვეღარ ემატები? მე მგონი გაითიშა მთლიანად თამარი თავისი ბატარიით. დაუჭდა ეტყობა ბატარია. მაგრამ მე გავაგრძელებ, სანამ თამარი ისევ შემოგვიერთდება. როდესაც ჩვენ, ანუ სახარებაში ხო არის თხა და მგელი ერთად ძოვდნენ, ხო? თხა და მგელის ერთად ძოვა იმას ნიშნავს, რომ ცხოველი საერთოდ ერთმანეთს არ ჭამდა. მტაცებელი ცხოველი არ არსებობდა. მტაცებლობა ცხოველმა მაშინ დაიწყო, როდესაც ღმერთმა, როდესაც ადამიანმა ცოდვების გამრავლება დაიწყო, ცოდვები ჩაიდინა. და მოიცადე აბა ერთი წუთი აი ახლა. და ცოდვების თამარ ვეღარ გამატებს ესე მეუბნება. აბა ბატარია ხო არა აქვს შენსას? ჩემსას საკმარისია. აბა შენს ტელეფონზე ნახე არის თუ არა საკმარისი ბატარია. ზოგჯერ ამის გამო ვერ ამატებს ხოლმე ხალხს. და ნახე ადამიანმა როგორც კი თავის გამოყოფა დაიწყო, ევამ დაიწყო ადამიანისგან თავის გამოყოფა, გამოცალკევება, იქ უკვე დაიშალა ეს ერთობა, ესევე დაიწყეს ცხოველებმა გამოცალკევება ერთმანეთისგან და მტაცებლური ის გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ. და ვეფხისტყაოსანშიც არის ნახსენები, როგორც კი ეს ჰარმონია ისევ აღდგება ადამიანებში, ცხოველებიც კი აღარ შეჭამენ ერთმანეთს რა. ვეფხისტყაოსანში ეს არ არის ნახსენები, მაგრამ საერთოდ ჰარმონიის აღდგენა არის საჭირო, ერთობის აღდგენა არის საჭირო. ამ დაცალკევებული ვეშლა რო დაიწყო, ხო? ვაშლი ხო არის? ვა და ანის, ვინისა და ანის შლა რო დაიწყო, ეხლა უკვე უნდა შევერთდეთ. როგორ უნდა შევერთდეთ? მაგალითად აი რა შეიძლება მოვიფიქროთ, რომ ისევ შევერთდეთ, ისევ გავერთიანდეთ, ხო? აბა ეხლა ცდილობს რომ დაგამატოს თამარ. ეხლა გონებაში ამომიტივტივდა რა შეიძლება დავარქვათ იმ ხილს, რომელსაც შეერთება ქვია. თუ შლის პროცესს დაერქვა ვაშლი, რა დაერქმეოდა შეერთების პროცესს, ხო? რა ხილია ეს? რა ხილი შეიძლება იყოს? საინტერესო. ნუ ეს თემიდან გადავალთ, მაგრამ პრინციპში თემა მოიტანა. სხვათა შორის დღეს ვესაუბრე ქალბატონს, ერთ-ერთ ქალბატონს, ისიც ალბათ ჩაგვერთვება ერთ დროს ლაივში. ზუსტად ამ თემაზე იყო საუბარი, რომ თუ ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი, ხო? ეს რასაც აფეთქებას უწოდებენ ახლა მეცნიერები, მაგრამ თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, თამარ, კიდე გაითიშე, რატომ გამოვაცალკევეთ ჩვენი თავი ერთმანეთისგან? არსებობენ თამარ, მოდი დაგამატებ, ვეცდები რომ დაგამატო, რატომღაც ითიშები. ქიმიაში თუ კი არსებობენ ელემენტები და ნაწილაკები, რომლებიც არიან მდედრი და მამრი სქესის მიხედვით დაყოფილი, აი ეს მდედრი და მამრის ჰარმონია არის საჭირო რომ აღდგეს. და მდედრი და მამრის ჰარმონია არის ზუსტად გულის და გონების გაერთიანება. იმიტომ რომ გული და გონება მდედრი და მამრი ენერგეტიკა, ხო? აი ესია, ნახეთ, სამკუთხედი მაღლა და სამკუთხედი დაბლა. ესენი თუ ერთმანეთში ჩაჯდა, ჩვენ აი აქ ყელზე მივიღებთ დავითის ვარსკვლავს. აი ეს რა არის თუ არა? ენა, ხო? ამ ენით უნდა გამოითქვას.
რას გრძნობს გული და რანაირად ეთანხმება გონება. თუ არ გამოთქვი ამენით, აი ეს შენი განცდები, თუ არ გამოთქვი, ხო, მაშინ ვერ გააგებინებ, ვერ გაერთიანდები, ხო, ვერ გააგებინებ, ერთ ენაზე ვერ დაიწყებ საუბარს, სხვადასხვა ენაზე დავიწყებ საუბარს, როგორც ბაბილონის გოდოლში მოხდა. თამარ, რატო არ გამატებს? ეთყობა თამარ, შენი ტელეფონი მე მგონი დაბალ პროცენტებზე არის და მაგიტომ ვერ გამატებს. და ისე საერთოდ ჩვენ თავს თუ გავაიგივებთ დედამიწასთან და დედამიწისგან აღმოცენებულ ყველა მცენარესთან და ყველა ცხოველთან, ჩვენ შევიგრძნობთ მას სრულიად. როგორც თამარმა ახსენა, ჩვენი გულის ენერგეტიკული ველი რამდენიმე მეტრზე გადის. მაშასადამე თუ ჩვენ ადამიანებთან ერთად ვდგავართ, რომლის ენერგეტიკული ველიც დაბინძურებულია, ხომ? ავტომატიურად გადმოდის ის ჩვენზე. რომელმა ბრძენმა მწერალმა თქვა, თუ გინდა რომ ჯანსაღი იყო, უნდა ცხოვრობდე ჯანსაღ საზოგადოებაში. ჯანსაღი საზოგადოება თუ არ გყავს გარშემო, შენ ავტომატიურად მათი არაჯანსაღობა გადმოგედება. და ასევე პირიქით, არაჯანსაღი საზოგადოება შეიძლება შენ იმდენად გამოაჯანსაღო, რომ თამარა გამატებს ახლა კიდე, რომ ის სიბნელე გაანათო, რომელიც შენს გარშემოა. ამიტომ უნდა ვაძლიეროთ ჩვენ გული, სულ ვამუშაოთ. თუ ის კომპასია, კომპასი სულ უნდა მოძრაობაში იყოს. თამარ, გისმენ? ხო, არა, გააგრძელე კარგად. კიდე გაგაგდო ალბათ შენმა ტელეფონმა? ხო, დავითი გთხოვთ, აი გადააზიარეთ, მეგობრებო, ძალიან კარგი საუბარიაო და რაც უფრო ბევრი გადააზიარეთ, მით უფრო ბევრს მიუვა, როგორ ამუშაოს თავისი გული. რას გვეუბნება ქრისტე? რატომ გვეუბნება, რომ გულის ჩაკრა უნდა ვიმუშაოთ ჩვენს გულის ჩაკრაზე? თუ ჩვენ გულის ჩაკრა არ გვაქვს გახსნილი, რომელიც ბავშვობაში ეს გვირტყეს და ჩაგვიკეტეს, ხო? რამდენი წყენა, რამდენი შეზღუდვა, რამდენი ჩაგვიკეტეს ეს გულის ჩაკრა. საბოლოო ჯამში ადამიანი ხდება როგორ, იცით, რომ აი თვითდაცვის მეთოდი ერთვება. თუ კი ის დედიკოს უხსნის გულს და სულ ისევ და ისევ უხსნის გულს და დედა სულ ურტყავს აი ამ გულში, ხო? დედა თუ საზოგადოება, ძირითადად დედები არიან ხოლმე ბავშვების გამანადგურებელი მანქანები. მე ამას არ ვამბობ, რომ დედა შვილს გადაემტეროს ახლა და შვილი დედას, უბრალოდ ესე ხდება რა. პრაქტიკა მაჩვენა, რომ ყველაზე დიდი დამაზიანებელი, ვინც კი არსებობს ამ ქვეყანაზე, არის დედა. ფსიქოლოგიური დასკვნა არის ეს და ფსიქოლოგების და თუ კი შენ დედამ ის დედა ვიღაცამ აცდუნა რაღაცა ძალამ და შენ ჩააკეტინა შენი გული, მერი ადამიანი ცდილობს, რომ ეს გული გახსნას. და ქრისტე სულ ამას გვეუბნება, რომ ჩადი გულში, ნახე იქ რა ხდება. ნახე იქ რა ინფორმაციაა. თუ გულში არის ის ინფორმაცია, რომ მე ვერ ხსნი გულს, იმიტომ რომ მატკინეს, იმიტომ რომ ყველა გულის გახსნაზე, პატიებაზე მე ისევ და ისევ დამარტყეს და მატკინეს, მაშინ გულს ძალიან უჭირს გახსნა და ენერგეტიკული ველი არის დარღვეული. განსაკუთრებით მამაკაცებში. ამიტომ მამაკაცური პოლიტიკა, ესეთი რომ ვთქვათ, არის სულ ომების, ომი. როდესაც მატრიარქატი იყო, ნაკლები ომები არსებობდა. საერთოდ მატრე იარქი, ხო? მატრე დედა, ხო? ნაკლებად ცდილობს, რომ ომით მოაგვაროს საკითხები. და პატრე ცდილობს, ეს მასში არის, რომ აი ლოგიკით თუ შენ არ დაარტყი, შენ ვერ მოერევი. ძალისხმევა არის მასში, გესმის? აი კუნთები, აი მე ვარ მატრე, პატრიარქი, ხო, პატრე. ხო და როდესაც ეს მატრე და პატრე ერთმანეთს ებრძვიან, აი ნახეთ, ეს არის პატრე, ეს არის მატრე.
ესენი თუ ერთმანეთში ვერ მოდიან და მწყობში არ არიან, ნუ თავისთავად აქ ჭიყვი იბერება და ჭკუაზე არ არის, ვერ გამოთქვავს თავის სათქმელს. იმიტომ რომ სულ კონტრაში არიან ერთმანეთთან რა. თამარ, შენ რა სიტყვი? არა, მე გეთანხმები რასაც ამბობ, ასე არის ნამდვილად. ამაში თანაზიარნი ვართ. და რა ვიცი, აი ესეთია მეგობრებო რა, ჩვენ უნდა ვამუშაოთ გული. აქ ერთ-ერთმა ქალბატონმა თამარი ონიმ თქვა, რომ რაღაცა კითხვა ქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვხედავ რა კითხვა აქვს და თუ გაიმეორებს კითხვას. იმიტომ რომ ორივე თამარის პასუხი მაინტერესებსო. თამარ, აბა ვნახოთ, ჩამოსკროლავ ახლა და კითხვა ხო არ წაიშალა. სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ. თამარ, ყველაფერის ნახვა და ჩაწვდომა რომ ყოფილიყო შესაძლებელი ცხოვრებას აღარ ექნებოდა მარადისობა. ამას მირზა წერს. კი, ეგ წავიკითხე, ბატონი მირზასის წავიკითხე ლაივში რო ვიყავი ის. მაგრამ თამარიონის კითხვას ვერ ვხედავ. ხო, აი მეც ვერ ვნახე, რა კითხვა ქონდა. მოიცადე აბა ერთი კითხვა. ანუ ეთანხმებით იმას, რომ ღმერთია ის ბოროტი ძალაც და მის შიგნით მოქმედებს სატანა და არა მის გარეთ და მის დამოუკიდებლად, როგორც ბევრს ჰგონია. თამარ, თუ გინდა პირველი შენ უპასუხე, რომ არ გაითიშვა და აი მე გეტყვი, როცა აი ამ კითხვას სვამენ, აი მე დაგიბრუნებთ იქით კითხვას. როცა თქვენ სვამთ ასე დუალურად კითხვას, რომ აი თქვენ ამბობთ, რომ ღმერთია ბოროტება. მაშინ გამოდის, რომ თქვენ აღიარებთ, რომ კიდე სხვა ღმერთი არსებობს, ბოროტების ღმერთი. ესეთი რაღაცა მოსულა გამორიცხულია. მაგრამ აი ახლა უფრო მარტივად ვიტყვი. მე აქ ვახსენე, ჩვენ აქ რო არ ვიცი, მიზანი ჯერ არ ვიცი, მაგას ვერ ჩავწვდი. მაგრამ ვთქვათ, რომ აი ეს ნაწილი აგერ რაღაცა არასწორად მოვიქეცი და დღეს აი ამ წუთნის გზით, ამ სპირალით უნდა ავიდე ისევ მაღლა. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს არის ნაწილი გეგმის, ჩემი წრთნის и ჩემი ამაღლების. მაშინ ეს უკვე არ ხდება დუალური, არამედ დაშვებული და არა იმიტომ, რომ ღმერთია ბოროტება. პირიქით იქიდან ამოდიხარ მაღლა. და თუ ჩვენ დავსვამთ, რომ ღმერთი არსებობს კეთილი, მაშინ გამოდის ამ კითხვიდან გამოდის, რომ არსებობს კიდე მეორე ღმერთი. რაც დაუშვებელია. აი, ჩემთვის დაუშვებელია. ხო, მაგრამ აი კიდე ერთხელ ვამბობ, ქართულად არ ვიცი ეგ სიტყვა როგორ თქვა, აი გეტყვი, ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღმერთის ჩანაფიქრს. რა არის ჩანაფიქრი? აი რა არის ჩვენთვის დაფარული. ყოველ შემთხვევაში ამ ცნობიერებით. ამიტომ ბოდის გიხდით ამ კითხვაზე, აი მხოლოდ ეხლა რაც ვახსენე, ასე შემიძლია გიპასუხო. არ ვიცი ღმერთის ჩანაფიქრი, ერთ-ერთი ჩემი მოგრძალებული აზრი არის ის, თუ რაღაცაზე ადამი, ევა არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცა მოიქცა არასწორად, დავეცი ვთქვათ, მე თავზე კი არ სიყვარული რაშია იცით, რომ მე დაგეხმარო შენი წამოდგომაში და როგორ გეხმარები, აი ჭეშმარიტი სიყვარული რა არის, როცა მე კი არ მოგეფერებ, აი მე არაუშავს რომ დააშავე, არა, არამედ დაბრკოლებას გიქმნი, ყველანაირი იმის პირობას რომ განმტკიცდე, რომ შემდეგში უკვე აი მისევ ბრწყინვალებას რომ მიაღწევ, რომ აღარ ჩაქრეს და აღარ ჩაგორდეს სადღაც. აი მე ასეთი
აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით. თამარ, აი ნახე, შენ კარგად თქვი, რომ თუ კი არ ვაღიარებთ ჩვენ, რომ სატანა ღმერთს ეკუთვნის, მაშინ ესე იგი ვაღიარებთ იმას, რომ კიდე ცალკე ღმერთია, ხო? მეც გეთანხმები ამაში, იმიტომ რომ სატანა ვერ მოქმედებს ღმერთის ნების გარეშე. სატანა აუცილებლად გვეუბნება სახარება მაგას. აუცილებლად მიდის მამასთან და იღებს ნებართვას. მამის ნებართვის გარეშე სატანა არ მოქმედებს. მას შესადამე რახან ღმერთმა სატანა ცოცხალი დატოვა, ხო და არ გააქრო, ხო? ესე იგი მისი რახან მისი შექმნილია, მისი ნაწილია, ხო? და რომ იყოს სატანა ცალკე ორგანიზმი, ცალკე ღმერთი, მაშინ ჩვენ ღმერთმა წააგო. ესე გამოდის, რომ ჩვენ ორი ღმერთი გვყავს, სატანა და ისა. და მე ვერ ვაღიარებ მაგას, იმიტომ რომ მე მყავს ერთი ღმერთი, რომელიც არის ყოვლის მპყრობელი. ყოვლის მპყრობელი ნიშნავს იმას, რომ სატანის მპყრობელიც არის. მას შესადამე ღმერთი შენ გიყურებს, შენ ნებას უყურებს, შენ გადაწყვეტილებას, რომელის გზას აირჩევ. აირჩევ ზეციურ გზას, რომელიც მაღლა აგიყვანს. თუ აირჩევ სატანის გზას, რომელიც დავლად ჩაგიყვანს და ამაზე მე თინეიჯერობის ასაკში ძალიან ბევრი მიფიქრია, რომ ნახე, რაც უფრო ერთი ის დავწერე რა, ამ პატარა ნოველასავით, რომ ესეთი იყო, შედის ადამიანი ზღვაში და იწყებს დაბლა სვლას. რაც უფრო დაბლა ჩადის, მით უფრო მაღლა ადის. აი, ეს რას ნიშნავს, იცით, რომ რაც უფრო მეტ გამოცდილებას იღებს, სიბნელის გამოცდილებას, მით უფრო ღმერთს უერთდება, იმიტომ რომ ის არკვევს, განსხვავებას ხედავს, რა არის სინათლე და რა არის სიბნელე. შენ თუ არ გაქვს იმის შანსი, რომ გაარჩიო ეს ორი ერთმანეთისგან, ხო? მაშინ შენ მხოლოდ ერთ სივრცეში ხარ, სინათლეში ხარ და არ იცი რა არის სიბნელე. და ამიტომ ღმერთი იმის საშუალებას გაძლევს, რომ გაიგო რა არის დაბალი სიხშირეები, გაიგო რა არის მაღალი სიხშირეები. არჩევანი შენია. გინდა იყო დაბალ სიხშირეებზე, კი ბატონო, იყავი, გეუბნება. იქ მოგივა ეს და ეს. ხოლო თუ გინდა მაღალ სიხშირეებზე, დავით გურამისთვისაც აქვს ძალიან კარგად ნათქვამი, ჯერ მწარე ჭამე, კლავ თბილი, თუ ეძებ გემოვნებასა. მე თუ არ მეწოდინება მწარეს გემო და მარტო ტკბილი ვჭამე, ხო? მე ვერ ვიტყვი ის კარგია, ცუდია თუ და ასევე ამ მტკიცებს არ არის კაცი რომ არ სცოდოს და ცხონდეს, ხო? თუ შენ არ ცოდე, ვერ ცხონდები. ან იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა ცოდო აუცილებლად. შენი ცოდვები გასწავლის ცხონებას. თუ კი შენ მოინდობებ ზეცისკენ სვლას, ხო? ხო. აი ესეთი ასე რომ აი ეს ჩანაფიქრი ჩვენთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში ამ ცნობიერებაში, რომელშიც ჩვენ ჯერ კიდე ვიმყოფებით, ამ ჩანაფიქრის სრულყოფილება ჩვენთვის არის დაფარული. ამ ცნობიერებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როდესღაც ვერ მივაღწევთ ამას. რუსუდანი წერს, თუ არ დაეცი ვერ ამაღლდებით, ჩვენი ცოდვებით დავეცემით, ავმაღლდებით ჩვენ. აქვს სწავლობთ, გავდივართ და გამოცდებთ. თითოეულ ადამიანს გვაქვს ჩვენი როლი ამ სამყაროში. ამ როლით ვიმზადებთ გზას ღმერთისკენ, ღმერთთან მისასვლელს. ხო? ხო, რუსუდან, კი. ზუსტად ეს არის გამოცდილება. ელენე წერს, ქალბატონო თამარ, ადამიანის როცა ყოველ ღამე ესიზმრება სინათლე, მოქმედებები ხდება სიბნელეში, რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ იცით? თამარი ქვია ორივეს. მოდი თამარ, შენ დაიწყე და მე მეც გავცემ პასუხს, თუ გაქვს პასუხი. მაგ ქალბატონს მივწერე სხვათა შორის, ეხლა მე კარგად ვერ ვეკვევი სიზმრებში, მაგრამ ფსიქოლოგიიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, ფროიდს აქვს ეს. ჩვენ რო სიზმარში ვნახულობთ რაღაცას, აი თუნდაც სხვა ადამიანს რო ვნახულობთ, ეს მაინც არის ჩვენი პროექცია. ანუ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვნახულობთ, არის დამოკიდებული ჩვენთან. არსებობს, მე უფრო მეცაც გეტყვით, რეალობას რაც შეეხება, ასე ვთქვათ.
აი ჩვენ მოგისმენიათ ალბათ ასეთი მოსაზრება, რომ ჩვენ ყველა ვართ სამყაროს ცენტრი. ანუ აი ახლა რო ავიღოთ, აი მე ვარ თამარი, ხო, ამ შემთხვევაში. სამყარო იწყება ამ შემთხვევაში ჩემგან. მე ვარ ეგ ჭიპი, ასე ვთქვათ. და აი ეს ყველა დანარჩენი, ვინც თქვენ დღეს ხართ პროექცია, რომელიც არის ჩემი წარმოქმნილი. ანუ ჩემი, ასე ვთქვათ, თამაში მიმდინარეობს. მე ვიწურთნები, ჩემი სცენარით მიდის. ოღონდ აქ ცოტა სიღრმისეული რაღაცა არის ჩადებული, ეს უკვე იქ არის გადაწყვეტილი და მე ჩამოვედი უკვე აქ. მოკლედ, დიდი თემა არის და ამიტომ სიზმართან დაკავშირებით და ყველაფერი ხარ თქვენ. თუ თქვენ ხედავთ სიბნელეს, ეს სიბნელე გაქვთ მოსაშორებელი თქვენ შიგნით. ჩვენ ყველას გვაქვს ეგ. ანუ ჩვენ უბრალოდ უნდა მოვძებნოთ სად გვაქვს. აი ისე აღარ მინდა იმ თემას დაუბრუნდე, კიდე ერთხელ ვამბობ. აი მაგისი ინდიკატორი არის ჩვენი ნებისმიერი ემოცია რაღაცაზე. რაღაცა ჩვენ გვაბრაზებს, ხო? აი თუ თქვენ დროს გამონახავთ იმისთვის, რატო გავბრაზდი? რაღაცა პასუხს რო გასცემთ ამ პირველ რატო. მერე იმ პასუხს კიდე რო გასცემთ, რატო 5 რატომ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩახვიდეთ ფესვში და ამოძირკვოთ ის, რატომ გამოიწვია რაღაცამ ბრაზი, რაღაცამ აგრესია, რაღაცამ უკმაყოფილება და ასე შემდეგ. დამიჯერეთ, ბრძოლა არაფერთან საჭირო არ არის. უბრალოდ ყველაფერი უნდა გაიგო. როგორც კი გაიგებ, ანუ ნებისმიერი ნეგატიური თუ პოზიტიური სასწაული ხდება უკვე ნასწავლი, შენ ხდები ამისგან თავისუფალი. აქ ერთ ბატონს ხონდა, რომ მე ვარ თავისუფალი. დამიჯერეთ, რომ კარგად ჩავიძიოთ ჩვენ, ჩავეძიოთ საკუთარ თავს, ვარ თუ არა ჩვენ თავისუფლები, თქვენ მიხვდებით, რომ ჩვენ საერთოდ არ ვართ თავისუფლები. იმიტომ რომ ჩვენ ამ თავისუფლებას უნდა მივაღწიოთ და ყველაფერი იწყება საკუთარი თავის შესწავლიდან. და მთავარი ორგანო ანატომიურად რა მოგახსენოთ? ანატომიურად მთავარი ორგანო ფილტვია. და გეტყვით რატო? უყურეთ, ქართულში და ნებისმიერ ენაში არსებობს ასეთი გამოთქმა. არსად არ არის გამოთქმა უკანასკნელი გულისცემა, არა, უკანასკნელი ამოსუნთქვა. ასე რომ ფილტვი ამ შემთხვევაში არის ის უკანასკნელი ორგანო, რომელიც მართავს შენ სასიცოცხლო, ასე ვთქვათ, შენი სიცოცხლის მონიტორინგს აწარმოებს ფილტვი. აი დედამიწაზე ხარისხი ჰაერის რაზეა დამოკიდებული? ანუ ფილტვი. გული კი, გონიერი გული, არის ის, ვინც არის კომპასი და მიყავს კეთილდღეობისკენ. მე აქ არ გულისხმობ ახლა მატერიალურ კეთილდღეობას, ანუ თუნდაც იყოს მატერიალური. დამიჯერეთ, კომპასი თუ გამართულად მუშაობს, მატერიალურ სამყაროშიც კარგად იქნები და სულიერ სამყაროში. იმიტომ რომ თამარმა ახსენა, მე მგონი, გული არის ბალანსი. იცით რა, აი უყურეთ როგორი რაღაცა არის, აი დუალურად და ჩვენ ხშირად ვწდებით ცუდი და კარგ შორის განმარტებაში. აი მგელმა, ნუ ან ვთქვათ რომელიღაცა მტაცებელმა, თუ დღეს არ შეჭამა, ვთქვათ, კურდღელი, ის მოკვდება, ვთქვათ, მშიერი. ეხლა უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ნუ აი ძალიან უხეშ შედარებას. ამ შემთხვევაში გლისთვის არის კარგი, მაგრამ კურდღლისთვის არის ცუდი. ახლა პირიქით, კურდღელმა მოახერხა და გაიქცა. კურდღლისთვის არის კარგი, მაგრამ გლისთვის არის ცუდი. ამიტომ არსებობს კიდე ბალანსი. არ შეიძლება რაღაცა შეხედო მხოლოდ
ერთი პერსპექტივით. ხო, თამარ, ჩვენ გქონდა მაგაზე საუბარი, რომ აი, როდესაც ადამიანები დგანან პირისპირ და ის დავწეროთ, ვთქვათ, 6-იანი, ხო? დავწერე 6-იანი, მე დავწერე 6-იანი, ის ხედავს 9-იანს, ხო? ხო, როგორც ჭიქა. რა გავიგოთ ახლა, ჩემი პერსპექტივაა თუ შენი პერსპექტივაა რეალური, ხო? ამიტომ ჩვენ შეგვეძლოს მაგიტომ ვამბობ მე, რომ ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა დაუპირისპირდეთ, არამედ ჩვენ ეს მოსმენა უნდა ვისწავლოთ. აი უყურე, ეხლა შენ ძალიან კარგი, მე თავიდან როცა ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი, მე ვთქვი, ხშირ შემთხვევაში ეგო ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვისმინოთ და დავინახოთ. ზუსტად ამაზე ვფიქრობ მე, რომ სახარებაში არის ნახსენები, რომ ისმენდეთ და არ გესმოდეთო. იმიტომ რომ თუ ეს მე ვხედავ 9-იანს და შენ მე მეუბნები 6-იანიო, ეს ხო არ ნიშნა, უყურეთ, თითქოს შენც მართალი ხარ და მე, ან და ჩვენ ასე უნდა დავარტყათ, წრე არის სრულყოფილი რაღაცა. ეს არის აბსოლუტურად სრულყოფილი რაღაცა. მაგრამ ჩვენ ეს უნდა შემოვიაროთ, რომ ვთქვათ, რომ ამასაც აქვს უფლება იარსებოს და ამასაც. კი. ეგ არის ზუსტად. ამის გაერთიანება გაძლევ შენ, რომ უყურე, უცებ არც კამათის საფუძველია, არც ომის, ანუ მე ამის ის რომ გააკეთო, ვთქვათ, გადაიტანო სხვადასხვა პროექციაში და მასშტაბში. უცებ ქრება ამის ყველაფერი. აი რაზე ვამბობ. აქ შემოდის ახლა ახალი კომპონენტი მოთმინება. ნახე, მე რომ იმისათვის რომ შენ გაგიგო რას გულისხმობ, ხო? მოთმინება უნდა მქონდეს, შემოვიარო ეს წრე, მოვიდე შენთან და დავინახო, ვა, მართლა ესე ყოფილა, ხო? და შენც ასევე, ხო, რომ მართლა ეს. ამიტომ მაგრამ უყურე, მოთმინებაც კი არ არის საჭირო, მაგიტომ ვამბობ. მოთმინება მაშინ არის საჭირო, როცა თქვათ შენი ინტელექტი იმდენს წუდება, რომ მოთმინება, მაგრამ უყურე, ნავარჯიშები და გონიერი გულის შემთხვევაში მე უკვე თავის თავშივე უშვებ იმას, რომ შენც მართალს ამბობ. ანუ უკვე მოთმინება არ მჭირდება. ამის აუცილებლობა არ დგება. ბრმად მენდოსო, ხო, ქრისტე? ვინც ბრმად მენდოს, ის ცხონდესო, ხო? და რატი წერს ახლა აი აქ შავგულიძე, მიწაში ჩავადნილი ნაყოფი თუ არ გაიხსნა, მისგან კეთილი ნაყოფი არ აღმოცენდება. ამას მაცხოვარი ამბობსო. ეს იმასთან დაკავშირებით, როდესაც რაც უფრო ღრმად ჩადიხარ სიღრმეში, მით უფრო მაღლაადი ხარ გამოცდილებების ნიადაგზე. მაგასთან დაკავშირებით დაწერა. აი ბატონმა მირზამ რა კარგი რაღაცა დაწერა თავისუფლებაზე, წაიკითხე თამარ. მართალია, თავისუფალი ყველა და ასე არიან ყველა თავის სულ ფლავს. თავის სულს ფლავს. წარმოსახული სახე ობაში. ეს წარმოსახვა გამოსაცდელი მოქმედებისათვის. ნახე, მოიცა, მართალია, თავისუფალია ყველა და ასე არიან ყველა თავის სულ ფლავს. ყველა თავის სულს ფლავს. ანუ წარმოსახული სახეობაში. ეს წარმოსახვა იცი რატო ვერ ვხედავ, შენს თეთრი ეკრანი გაქვს და ეს ნაწერიც თეთრია და რაღაცნაირად თითქოს მიჭირს წილს. ხო და მე ცუდად გამოსაცდელი მოქმედებისათვის. წარმოსახული სახეობაში. ეს წარმოსახვა გამოსაცდელი მოქმედებისათვის. ხო, ნახე, თავის სულს ფლავს. გამოცდაში. გამოსაცდელი მოქმედებისთვის, გამოსაცდელი მოქმედებისთვის. ისა მირზა ძალიან საინტერესო, უბრალოდ ახლა ის დაყოფებმა დამაბნია. თავისუფალი. თავისუფალი. რატომ თავისუფალი? თავისუფალიო, ხო? თავის სულ უნდა ფლა. აჰა, გასაგებია.
თავი სულ უნდა სულმე კონტროლში იყო. აი ზუსტად მაგ დაყოფით არის წასაკითხი ძალიან ბევრი სიტყვა. და მაშინ ის აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას იღებს. ასე რომ სწორად აქვს დაწერილი. აი შენს გაქვს სხვათა შორის შენს წერ ზოგჯერ აი ასეთ იმით. ეს არის არ ვიცი ამას რა ქვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართული ენა რო გესაუბრება შენ და ქართულ ენაში რო დამარხული არის საიდუმლოებანი იოანეს ზოსიმეს მიხედვით ხომ ვიცით რომ ყოველივე საიდუმლოებანი ქართულ ენასა შინა არის დამარხულიო და აგერ სულ თავიდან აი ნახე სუ ჩუმად წყნარად უხმოდ სუ აი როგორ უნდა მოხდეს თავი სუფალი აი დაგიმართ სუფალი სუ ესე იგი რაც გონებას რასაც გონება თავი გაწვდის უნდა გააჩუმო აი ესეც შეიძლება რომ განვიხილოთ თავის სულს ფლავს ანუ ესე იგი ყველა და ასე არიან ყველა თავის სულს ფლავს ხო ანუ თავის სულ ფალი არის ასევე ფლობა ხო შენი სულის მფლობელი უნდა იყოს თქვათ ესეც შეიძლება თავის უფალი არის თავისი სულის მფლობელი თავის თავზე თავისუფლების მომპოვებელი რომელმაც მოიპოვა თავის სულ ფლობა. ნუ ყველანაირ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ეს ქართული ენა არის, ეხლა ამაზე რომ ვისაუბროთ, კიდე 40 წუთი ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან სიღრმეში ჩავყავართ ქართულ ენას რა და აი მაგ თემით დაპატიჟე ბატონი მირზა. მირზა აუცილებლად დაგპატიჟებ. სურვილი თუ გაქვთ, მეგობრებო, ყველას გეუბნებით რა, ყველას მივმართავ ეხლა. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს თავისი აზრები გააჟღეროს ეთერში, ხომ? დამიკავშირდით, მითხარით, რომ ვისაუბროთ, სულ ერთია, ეხლა შეიძლება ჩვენი აზრები არ ეთანხმებოდეს ერთმანეთს, მაგრამ აუცილებლად მოგცემთ იმის უფლებას, რომ გააჟღეროთ თქვენი აზრი. მე არ ვარ რადიკალური, რომ ესე უნდა ვილაპარაკოთ მარტო. გესმის? რაც უფრო მრავალფეროვნება შემოვიდანთ, ხო და მრავალფეროვნულად განვიხილავთ ამ საკითხებს, აგერ თემასთან ვართ და დავინახავთ, რომ ჭიქას ყუნწიც აქვს და 6-იანი ცხრიანიც არის, გესმის? ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის პირადად და თამარისთვისაც პირადად მნიშვნელოვანია ის, რომ სხვადასხვა რაკურსებში ერთი ენა ვიპოვოთ, საერთო ენა ვიპოვოთ რა. მე ნამდვილად ვარ იმის მომხრე, აბსოლუტურად ყველა სქონდეს ეს სურვილი, რომ ჩაერთოს და დააფიქსიროს, თუნდაც, აი თუ ვთქვათ, ვიღაცა შეიძლება კონდეს კომპლექსი, რომ აი რა ვთქვა, არა, რას ეძებთ ადამიანო, იცით რატო? თქვენ რომ რაღაცა კითხვას დასვამთ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ვიზრდებით ყველა ერთად. იმიტომ რომ ხო არის კითხვები, რომელზედაც არ გვაქვს პასუხი. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ კიდე ახალი რაღაცა არის, სადაც რაზედაც ყველა ერთად ვიმუშავებთ. ანუ კიდე ერთი კარისკენ, კიდე ერთი რაღაცა ბილიკი, კიდე ერთი რაღაცა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ, რომ თუნდაც რატო რა მიზანი, რა მისწრაფება, რას ვეძებთ, ყველამ რომ დააფიქსიროს. ეს იმიტომ რომ ეს ცოდნა ხალხნო ყველაშია. კი, ყველაშია. არ არის ისე რომ მარტო ვაიმე ჩემია, არა, ჩვენია. სული წმინდის მიერ მოცემული სიბრძნე და ყველაფერი უკვე რაც არსებობს აი ხალხი უკვე ითხოვს ბატონი მირზა ჩართეთ აუცილებლად. მირზა აუცილებლად ჩაგრთავ, თუნდაც ამ თემით დავიწყოთ, რას გულისხმობდი თავის სულ ფალში და
დავიწყოთ მაგ თემით საუბარი. რა საგან ზურს მოიწევ? დიდი სიამოვნებით. ხვალვე თუ გინდათ ჩავერთოთ და ვისაუბროთ ამ საკითხებზე, როცა გეცლება. მომწერე მირზა პირადში, რომ მე მცალია ამა და ამ დღეს, ზოგს ხო არ აქვს დრო და ჩავერთოთ აუცილებლად. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, იმიტომ რომ მე შეიძლება უსასრულოდ ვილაპარაკო და მარტო მე ხო არ ვარ კაცო და მაინტერესებს თქვენი აზრიც, ხო? ჩემი მოთხოვნილება არის ეს. და ჩემი მაყურებლისაც ალბათ ყველასი, რა ვიცი, ყველას მოთხოვნილებაა. დავითი წერს, რა შორს ვართ ღმერთისგან, რამდენი შრომა გვჭირდება, რომ ცოტათი მაინც მივბრუნდეთ უფლისკენ, არა მარტო პირველად, არამედ ახლობლობით. ახლობლებით. დავით, მივბადოთ მე, დაუკავშირდეთ რა, სულაც არ ვართ შორს, აგერ ვართ ყველგან არის ღმერთი, ჩვენშიც არის ღმერთი. გავაღვიძოთ უცბად და აი ბატონმა მირზამ დრო მაქვს უსაზღრო, როცა ინებებთ აქ ვარ. კარგი, მაშინ მირზა, ესე დავაანონსოთ. ხვალ დღეს რა დროის და რა დროთი დავიწყეთ? ხვალ შუა დღისით ჩავერთოთ 12 საათზე, იმიტომ რომ საღამოს მერე ბავშვები მოვლენ და ახმაურდებიან. 12 საათზე თუ გეცლება მირზა, მე დავიწყებ ლაივში შევალ და დაგპატიჟებ შენ. ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენთ. მირზა, ხვალ 12 საათზე. მეგობრებო, თქვენს გეცოდინებათ, ხვალ 12 საათზე, შუა დღის 12 საათზე ჩავერთვებით ბატონ მირზა ბრეგაძეს. კითხვები ხომ არ გაქვთ? ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ამიტანეთ ამდენი ხანი. რატო? ისწავლეს ბევრი რამე, მეც ვისწავლებ ბევრი რამე. აი, მირზასგან მივიღეთ თანხმობა, ესე იგი ხვალ 12 საათზე ჩავერთვებით მირზას ლაივში. თუნდაც ამ საკითხით ეხლა ნახე ახალი თემა შემოვიდა, ხვალ არა და დღეს არ ჯობიაო? ისე შეიძლება, აი მე გავალ და ბატონი მირზა პირდაპირ ჩავრთოთ. კარგი. ჩავრთოთ, მე მაქვს დრო და დღეს მთლიანად ხო, თუ მირზა დაგვთანხმდება, ჩავრთოთ ბატონი მირზა ამ თემით, ზუსტად ამ თემით. თავის სუფლებასთან დაკავშირებით, თავის სულფლობასთან დაკავშირებით. მადლობა ორივე თამარებსო, გვიხდიან მადლობებს, მადლობა თქვენ რომ გვისმენდით. თამარ, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდი და ძალიან საინტერესო მოსაუბრი ადამიანი ხარ და ხშირად შემოგვიერთდი ხოლმე. როდესაც ახალი თემები გექნება. მე სულ ვარ კავშირზე და სულ გისმენ, მეც მსიამოვნებს და ყოველთვის თვალყურს ვადევნებ შენს აქტიურ აქ კომენტარებს. ნუ მოკლედ როგორებიც ვართ, ვიწვრთნებით და ყალიბდებით. სიანის და ძალიან მაგრად დაგეთანხმე მაგ თემაში, რომ დროის კარგვა არის ვიღაცასთან ჩხუბი და ვიღაცის აღიარების მოთხოვნა, რომ აი შენ ცუდი ხარ და მე კარგი ვარ და მაღიარე. არავინ არ თქვენ ცუდი. ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ იმას, ვინც ვართ. ქალბატონო თამარ, დავიმატეთ მეგობრებში. აბა ბედნიერად მეგობრებო, წარმატებები ყველას და ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თქვენი ძვირფასი დრო რო დაგვითმეთ. მადლობა დიდი თამარ. მადლობა თამარ, შენ პირიქით მადლობა. და ეხლა დავპატიჟებ მირზას. მირზა. მირზა, შეგიძლია რომ გამომიგზავნო დამატება, იმიტომ რომ მე ვერ გიპოვე დამატებებში, ალბათ მეგობრებში არ ვართ და მაგიტომ. ეხლა რომ უბრალოდ ეკრანის გამომიგზავნო დამატება ეკრანით, პირდაპირ დაგამატებ.